2025 წლის 7 თებერვალს მომღერალი დევიდ ბრუკი სიმღერის კლიპს უშვებს, რომელშიც ჩანს, როგორ აგდებს ორი მამაკაცი მის უსიცოცხლოს ხელს მანქანის საბარგულში. ზუსტად 8 თვის შემდეგ მისი მანქანის საბარგულში სინამდვილეში პოულობენ ცხედარს. ინტერნეტს სჯერა, რომ მომღერალმა მკვლელობის იდეა საკუთარივე კლიპიდან აიღო. დევიდი კი განმარტებების ნაცვლად თეთრ კუბოსთან ერთად მუსიკალურ ტურშია, რომელიც სწორედ სიკვდილის თემას ეძღვნება. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მუსიკოსზე, რომლის აღზევებაც ჯენზის მუსიკალური ეპოქის იდეალურ მაგალითს ქმნის. დევიდ ენტონი ბრუკი სასცენო სახელით D4VD. ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელიც არ მოდის ტრადიციული სტუდიური სისტემიდან, ნიჭიერის შოუდან ან მუსიკალური ლეიბლის ხანგრძლივი განვითარების პროცესიდან. არამედ ინტერნეტიდან, სათამაშო გეიმინგ კულტურიდან. მოტივით შექმენი შენ თვითონ. დევიდის ისტორია იმდენად მიმზიდველია, რომ ის უბრალოდ წარმატების ისტორიაზე მეტია. ის აჩვენებს თუ როგორ შეიძლება მუსიკის შექმნა დღეს. სმარტფონით, მარტივი პროგრამული უზრუნველყოფით, ინტერნეტ პლატფორმებით და ხმით, რომელიც უფრო ემოციურია ვიდრე დახვეწილი. დევიდი 2005 წელს ნიუ-იორკში დაიბადა, მაგრამ ბავშვობაშივე თავის ოჯახთან ერთად ტექსასის ქალაქ ჰიუსტონში გადავიდა საცხოვრებლად. დევიდი ძალიან აქტიური იყო ვიდეო თამაშების სამყაროში, განსაკუთრებით Fortnite-ის თამაშთან, ვიდეო გეიმთან არის მისი სახელი დაკავშირებული. Fortnite არის Epic Games-ის ძალიან პოპულარული ონლაინ ვიდეო თამაში. ძალიან მოკლედ და მარტივად რომ ახსნა, მოთამაშეები ეძებენ იარაღსა და აღჭურვილობას და იბრძვიან მანამ, სანამ მხოლოდ ერთი ადამიანი ან გუნდი არ გადარჩება. თამაში გრძელდება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. მოთამაშეებს ციხესიმაგრეებს აშენებას კი შეუძლიათ ბრძოლის დროს. არსებობს მუდმივი ღონისძიებები, თანამშრომლობა სხვადასხვა ფილმებთან, მუსიკოსებთან, სპორტსმენებთან, ბრენდებთან. ამიტომ Fortnite არ არის მხოლოდ ვიდეო თამაში, ის გახდა ერთგვარი ციფრული პოპ-კულტურის პლატფორმა ცოცხალი ღონისძიებებით. მუსიკალურად მან საკუთარი სახელით სიმღერების შექმნა სწორედ Fortnite-თან დაკავშირებით დაიწყო, რომელსაც SoundCloud-ზე უშვებდა. ამ ვიდეო თამაში ნორმაა მუსიკის გამოყენება თამაშისას. პლუს ბევრი YouTube-ზე ლაივში თამაშობს, ან იწერს თავის თამაშს და შემდეგ კვირთავს. მაგრამ როცა შენს საყვარელ სიმღერას იყენებ, YouTube-ი ლიცენზიის გამო ბლოკავს ასეთი ვიდეოების მონეტარიზაციას. რაც დევიდის პრობლემაც იყო, როგორც ყვება მისი ყველა საყვარელი სიმღერა თუ მუსიკა იბლოკებოდა YouTube-ზე და ფულს ვერ აკეთებდა. ამიტომ გადაწყვიტა თვითონ ჩაეწერა სიმღერები, რომლებსაც თვითონ გამოიყენებდა და თან სხვა გეიმერებსაც მისცემდა შესაძლებლობას ლიცენზიის გარეშე გამოიყენებინათ მისი მუსიკა. რაც მისი პოპულარობის სწრაფ ზრდას ძალიან დაეხმარა. თუმცა დევიდს არ ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა პროფესიონალურ სტუდიაში ჩაეწერა თავისი სიმღერები და როგორც ყვება, მთელს სახლში დადიოდა და ეძებდა ადგილს, სადაც კარგი აკუსტიკა იქნებოდა სიმღერის ჩასაწერად თავისი სმარტფონით და ბოლოს თავისი დის ტანსაცმლის კარადა აღმოჩნდა ასეთი ადგილი, სადაც იკეტებოდა მიკროფონით და თავისი მობილურით და სიმღერებს იწერდა. ეს ფაქტი მის შემოქმედებას ზუსტად იმ ბუნებრივ უპრობლემო და მარტივ სიმსუბუქეს და ეფექტს სცემს, რაც ციფრულ სამყაროში ძალიან მოსწონთ. სოციალური მედიის ფავორიტი გახდა მოკლედ დევიდი. ნამდვილი გარდამტეხი მომენტი დევიდის კარიერაში 2022 წელს დადგა. სიმღერით რომანტიკული მკვლელობა. სიმღერამ სტრიმინგის რეკორდები მოხსნა და დევიდს საერთაშორისო აღიარება სწრაფად მოუტანა. 2022 წლის ივლისში გამოსული ეს სიმღერა მისი კარიერის ნამდვილ გარღვევად იქცა. თუმცა ეს წარმატება ერთი ჰიტით გამოწვეული სასწაული არ ყოფილა. იმავე წელს მეორე სიმღერა Here With Me, აქ ჩემთან ერთად, ასევე დიდ ჰიტად იქცა, რამაც დევიდი უკვე არა მხოლოდ ვირუსულ შემთხვევითობად, არამედ ნამდვილ შემსრულებად აქცია თავისი მახასიათებელი ემოციური პროფილით. სწრაფი წარმატების საფუძველზე 2022 წლის სექტემბერში საპროდიუსერო კომპანია Darkroom-თან და Interscope-თან გარიგებები დაიდო, რამაც დევიდის წარმატებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა და თან მუსიკალურ ინდუსტრიაში როლების ახალ განაწილებასაც ასახავდა. არტისტი თავდაპირველად დამოუკიდებლად ან მინიმალური რესურსებით ავითარებს პროდუქტს, იდენტობას და შემდეგ ერთვებიან უფრო დიდი ორგანიზაცია.
ლეიბლი, ანუ მუსიკალური კომპანია თვითონ კი არ აღმოაჩენს არტისტს, არამედ ის უბრალოდ ადასტურებს იმას, რაც ინტერნეტმა უკვე გადაწყვიტა და პოპულარული გახადა. დევიდის შემდეგი ნაბიჯი იყო იმის დამტკიცება, რომ მას ამ ორი სიმღერის გაერთიანება უფრო დიდ ნამუშევარში შეეძლო. ამან განაპირობა EP-ს Petals to Thorns ფურცლებიდან ეკლებამდე გამოშვება, რომელიც 2023 წლის 26 მაისს გამოვიდა. EP არის შემოკლება extended play, გაფართოებული თამაში, რაც ნიშნავს გაფართოებულ ჩანაწერს მუსიკალურ სამყაროში და ამას ეძახიან მუსიკალურ ფორმატს, რომელიც სინგლზე მეც შეიცავს, მაგრამ ალბომზე ნაკლებია. თლად მუსიკალური ალბომი არ არის, მაგრამ სინგლზე მეტია. 2024 წელს დევიდმა გააფართოვა თავისი პროფილი და საუნდტრეკებიც ჩართო თავის შემოქმედებაში. მისი სიმღერა Feel It გახდა Amazon Prime Video-ზე გამოქვეყნებული ანიმაციური სუპერგმირების სერიალის უძლებელის საუნდტრეკი. ამას მოყვა Remember Me, Netflix-ის ანიმაციური სერიალის Arcane-ის საუნდტრეკი, რომლის მოქმედებაც ლეგენდების ლიგის სამყაროში ვითარდება. ამით დევიდი კიდევ უფრო პოპულარული გახდა ციფრულ პოპ კულტურაში, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდა მაყურებელს შორის. რომ წარმოიდგინოთ, რამდენად სწრაფი და მოულოდნელი იყო დევიდისთვის მის ასაკში ასეთი პოპულარობა. ერთხელ ინტერვიუში ყვება, რომ არასდროს ყოფილა კონცერტზე მარტო. პირველი კონცერტი, რომელსაც დაესწრო მისივე კონცერტი იყო. იქამდე არ ქონია მუსიკის სამყაროსთან შეხება. დევიდისთვის, რომელსაც დამამთავრებელ კლასებში სკოლაში არ უვლია და ტექსასში ჰომსკულინგით ზრდიდნენ, ანუ სახლში ამეცადინებდნენ და როგორც თვითონ ყვება, მეგობრები თითქმის არ ყავდა. სკოლის დატოვების შემდეგ ყველასთან კონტაქტი დაკარგა და სოციალურ ურთიერთობებს მოწყვეტილი იყო. ინტერნეტი და გეიმინგი კომუნიკაციის მთავარი წყარო გახდა. მუდმივად სახლში ჯდომის შედეგი იყო რეალურ ურთიერთობებს მოწყვეტა და პარასოციალური კავშირები უცნობ ადამიანებთან ინტერნეტში. ამიტომაც მისი წარმატება სწორედ ამ ადამიანების წყალობით ინტერნეტში მისთვის ერთგვარ მტკიცებულებად იქცა, რომ ინტერნეტი მისი რეალური სამყარო იყო. დევიდის ცხოვრება და კარიერა თითქოს წინასწარ დაწერილ სცენარს მიყვებოდა. წარმატებაზე, მსოფლიო ტურები, ჯილდოები, კოლაბორაციები და მილიონობით დოლარი, რომელმაც მისი ცხოვრება აბსოლუტურად შეცვალა, მაგრამ წარმატების ეს ტალღა 2025 წლის 8 სექტემბერს პირველად დადგა საფრთხის ქვეშ. წელიწადით და 5 თვით ადრე 2024 წლის 5 აპრილს 13 წლის მოზარდი სელესტ რივას ჰერნანდესი მექსიკელი ემიგრანტების ოჯახიდან, რომლებიც ლეიკ ელსინოარში ცხოვრობდნენ, უკვე მესამედ გამოაცხადა ოჯახმა დაკარგულად და ეძებდნენ. იქამდე ორჯერ იყო უკვე სელესტი დაკარგული, უბრალოდ სახლიდან წავიდა. ერთხელ თვითონ დაბრუნდა სახლში და ერთხელ პოლიციამ მოიყვანა უკან ბევერლი ჰილსიდან, ჰოლივუდიდან, სადაც როგორც ირკვევა, მოგვიანებით დევიდთან ერთად იპოვა პოლიცია. როგორც ჩანს, სელესტის ოჯახმა დედამ იცოდა, რომ სელესტ მეგობარი ბიჭი ყავდა, სახელად დევიდი, რომელსაც იქამდეც ხვდებოდა, ამიტომ მეორედ გაუჩინარების შემდეგ, ეს იყო იმავე წლის თებერვალში, პოლიცია დევიდის მისამართსაც კი ამოწმებს, სადაც შერიფი მიდის დევიდის სახლში, დასავლეთ ჰოლივუდში, საღამოს 9:15 წუთზე და დევიდს კიდევ ერთხელ უმეორებს, რომ დაკარგული სელესტ რივას ჰერნანდესი 13 წლისაა, რომ მათი ურთიერთობის შესახებ იციან. ურთიერთობასაც დევიდი რა თქმა უნდა უარყოფს. ამ ფაქტს ვიდეოს ამ ნაწილში ახლა განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი, რომ 2024 წლის თებერვალში, როცა სელესტი მეორედაა სახლიდან წასული, ყველაზე გვიან 2024 წლის თებერვალში, დევიდმა უკვე იცოდა, რომ სელესტი 13 წლის იყო. მიხვდებით, რატომაც არის ასეთი მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რა ხდებოდა მთელი 2024 და 2025 წლის სექტემბრამდე პერიოდში შემდეგ მათ შორის. როგორც ვთქვით, დევიდი შერიფს ეუბნება, რომ წარმოდგენა არ ქონდა, რომ სელესტი არასრულწლოვანი იყო და რომ 2024 წლის 13 თუ 14 თებერვალი, ვალენტინობა, ბოლო თარიღი იყო, როდესაც სელესტს ელაპარაკა და მას შემდეგ არ უნახავს. შერიფი რა თქმა უნდა მხოლოდ დევიდს ესაუბრება, სახლს ვერ გაჩხრეგენ, ამისთვის ორდერია საჭირო და ამისთვის საკმარისი საფუძველი არ აქვს, მაგრამ ძალიან საინტერესო მომენტია, რომ შერიფის ამ ვიზიტიდან ზუსტად 2 დღის შემდეგ სელესტი სახლში ბრუნდება. ეს იყო მისი მეორე გაქცევა, მაგრამ მალევე უკვე აპრილში მესამედ მიდის სახლი. თებერვალში, ანუ მეორედ გაქცევის შემდეგ სახლში დაბრუნების შემდეგ მშობლები ტელეფონს ართმევენ, რომ დევიდთან კონტაქტი აღარ ქონდეს, მაგრამ დევიდი ჰოლივუდიდან ლეიკ ელსინოარში ჩადის, სელესტის სკოლაში მიდის, სელესტის კლასელს $1000 ატანს სელესტთან, რომ იმან ახალი ტელეფონი იყიდოს, რომ კომუნიკაცია გააგრძელონ. ფოტო არსებობს სხვათა შორის ამ მომენტის, რომელიც, წარმოიდგინეთ,
ჩვენ 2024 წლის მარტია. როცა ეს ფოტო ვრცელდება TikTok-ზე. ვიღაც პოსტავს, რომ აი ნახეთ, მომღერალი დევიდია ჩვენს პატარა ქალაქში, ჩვენი სკოლის პარკინგზე ვნახეთ. მაგრამ მაშინ არავის მიუქცევია განსაკუთრებული ყურადღება ამ ფაქტისთვის. რას აკეთებდა 19 წლის ბიჭი საშუალო სკოლის პარკინგზე, ამდენი ქეშით ხელში, არასრულწლოვან სკოლის მოსწავლეებთან. მთელი 2024 წელი და 2025 წლის პირველი ნაწილი სელესტი წასულია. მხოლოდ მის მეგობრებს წერს ხანდახან, რომ კარგადაა და სახლში არ დაბრუნდება, ანუ ეს მისი მესამე წასვლა 2024 წლის აპრილიდან და რეალურად არავინ იცის სადაა. მაგრამ ამ რამოდენიმე SMS-ით ოჯახმა ის მაინც იცის, რომ ცოცხალია და კარგადაა. პოლიცია საქმის კურსშია ჩაყენებული და დაკარგულადაა გამოცხადებული. მაგრამ 2025 წლის გაზაფხულიდან, ანუ სახლიდან წასვლიდან 1 წლის შემდეგ, ყოველგვარი კავშირი წყდება. ყოველგვარი კომუნიკაცია წყდება. არავინ იცის რა ხდება, სანამ 2025 წლის 8 სექტემბერს ჰოლივუდის ავტომანქანების საჯარიმო სადგომზე პარკირების წესების დარღვევისთვის გადაყვანილი 2023 წლის შავი ფერის თესლადან იმდენად მძიმე სუნი არ გამოდის, რომ საჯარიმო სადგომის თანამშრომლები მანქანასთან მიახლოებასაც კი ვერ ბედავენ და პოლიციას იძახებენ. ადგილზე მისვლის შემდეგ პოლიცია ხსნის თესლას წინასაბარგულს, როგორც იცით, თესლას წინასაბარგულიც აქვს, რადგან ელექტროავტომობილია და ძრავი არა აქვს და მანქანის წინასაბარგულში პოულობენ უკვე ნახევრად დაშლულ უცნობის ცხედარს. გვამი უკვე იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, გახრწნის პროცესი უკვე იმდენი ხანია მიმდინარეობდა, რომ პოლიციამ ადგილზე თითქმის ვერაფრის ამოცნობა და დადგენა ვერ შეძლო. პოლიცია იწყებს ამიტომ თავიდან თვითონ მანქანის შემოწმებას, რომელიც ტექსასის ნომრებითაა და თესლა ცნობილ მუსიკოს დევიდ ენტონი ბრუკს ეკუთვნის. მანქანა მოპარულად არაა გამოცხადებული, საჯარიმოზე დგას უკვე კვირეებია და არავის მოუკითხავს. რა თქმა უნდა, მაშინვე ცნობილი ხდება ფაქტის შესახებ, რომ დევიდის მანქანის საბარგულში უცნობი გვამი იპოვეს, მაგრამ ჯერ არ იციან, რა თქმა უნდა, გარდაცვლილის ვინაობა. დევიდი ჰოლივუდშიც კი არაა, კონცერტი აქვს თავისი ახალი ტურის ფარგლებში. ტური, რომელიც სხვადასხვა სიკვდილს ეძღვნება, ეს არის ის ცნობილი ტური, თუ ფოტოები შეგხვდათ ინტერნეტში და ვერ გაიგეთ რა ხდებოდა, დევიდის ეს მუსიკალური ტური ეძღვნებოდა სიკვდილის თემას და სხვადასხვა ქალაქებში კონცერტებზე თან დაქონდა თეთრი ვერცხლისფერი კუბო, როგორც სიკვდილის სიმბოლო. და სწორედ ამ ტურის ფარგლებში 9 სექტემბერს 8 სექტემბერს იპოვეს, შეგახსენებთ, ქონდა კონცერტი, რომელიც არ გაუქმებულა. ჩატარდა ჩვეულებრივ. ოღონდ კუბოს გარეშე. ეს შესწორება პროგრამაში შეიტანეს. მაგრამ პირველ დღეებში არავინ არ ეჭვობს დევიდის პირდაპირ კავშირსთან დანაშაულს. ქალაქშიც კი არ არის. მაისიდან მოყოლებული ტურშია. პაუზებით, მაგრამ რეალურად სულ გზაშია. თან იწყებენ ახლა საუბარს ინტერნეტში, რომ მის გარშემო იმდენი ადამიანია, იმდენ ადამიანს ექნება ხა ამ მანქანასთან წვდომა, ვერც კი გააკონტროლებს ალბათ რეალურად ის, რომ ახლა მისი მანქანა რეალურად დანაშაულის ადგილია, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ თვითონ დეივიდია დამნაშავე. ანუ თავიდან, ასე ვთქვათ, საკმაოდ ხარდაჭერას უცხადებენ განსაკუთრებით მისი ფანები დევიდს ინტერნეტში, რომ იცი რა, ავტომატურად არ უნდა ჩავთვალოთ, რომ მაინდა-მაინც დევიდია დამნაშავე. კი, მედია აშუქებს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით TMZ. ჰოლივუდში ხდება ეს ყველაფერი და TMZ იცით ახლა. ყვითელი პრესის ფსკერი. რა თქმა უნდა, მაშინვე იწყებს ტრადიციული მედია ამ თემების შესახებ საუბარს და ინტერნეტშიც ვრცელდება ინფორმაცია. თუმცა, მაინც ასე ფართო მასებისთვის მეორე დღეს უკვე 9 სექტემბერს მაინც არ არის ეს ყველაფერი ცნობილი, ამიტომ 9 სექტემბერს კონცერტი ჩვეულებრივ დადგა. და შემდეგ დღეებში, მომდევნო დღეებში, როცა უფრო ფართოდ ხდება ეს ინფორმაცია ცნობილი, ერთადერთი რაც მოდის დევიდის მხრიდან არის მისი მენეჯერის განცხადება, რომ დევიდი საქმის კურსშია მომხდარის შესახებ და ბოლომდე თანამშრომლობს პოლიციასთან. ინტერნეტში, რა თქმა უნდა, უკვე იწყება სპეკულაციები, მაგრამ ეგ არაფერია იმასთან შედარებით, რაც 17 სექტემბრიდან იწყება. 17 სექტემბერს სასამართლო ექსპერტიზა ოფიციალურად ადასტურებს თესლას წინასაბარგულში ნაპოვნი ცხედარის ვინაობას. ეს 14 წლის სელესტ ჰერნანდესია. ბევრ სტატიაში და ადრეულ სიუჟეტებში სელესტ 15 წლის მოზარდად მოიხსენიებენ, მაგრამ სელესტი 2010 წლის 7 სექტემბერს დაიბადა. მისი ცხედარი 2025 წლის 8 სექტემბერს იმდენად მძიმე მდგომარეობაში იპოვეს, რომ ცხადია სელესტი თავის 15 წლის დაბადების დღემდე ბევრად ადრე იყო.
როგორც პოლიციამ განაცხადა, საწყის ეტაპზე მსხვერპლის თმის და თვალის ფერის, მიახლოებითი ასაკის და ეთნიკურობის წარმომავლობის დადგენაც კი ვერ გახდა შესაძლებელი გვამი ისეთ მდგომარეობაში იყო. ხოლო დნმ-ის ტესტის და დენტისტის ჩანაწერებით შეძლეს ვინაობის დადასტურება. 17 სექტემბერს სიტუაცია 180 გრადუსით იცვლება. სელესტის როგორც მსხვერპლის ვინაობის დადგენის შემდეგ, დევიდი მაშინვე წვეთს თავის ტურს და ქრება. კონტაქტზე არ გამოდის, არანაირი მედია, არანაირი ინტერნეტ აქტივობა, ჩულდება. მაგრამ სამაგიეროდ ინტერნეტს ვერ გააჩუმებ. განსაკუთრებით Reddit-ი და Discord-ი ფეთქდება. Discord-ი დაახლოებით იგივეა რაც Reddit-ი, ეს არის ონლაინ კომუნიკაციის პლატფორმა, სადაც ადამიანები ქმნიან თემატურ ჯგუფებს, სერვერებს ეძახიან და წერენ, საუბრობენ, აზიარებენ ფაილებს, თამაშობენ, სწავლობენ, ან უბრალოდ ერთიანდებიან ინტერესების დამიხედვით. და დევიდი Discord-ის დიდი მომხმარებელი იყო. იმდენად დიდი, რომ ხდებოდა ხოლმე, რომ სიმღერებს ჯერ თავის ჯგუფებს უზიარებდა Discord-ზე და მათ რეაქციას და შეფასებებს იღებდა, სანამ ოფიციალურად გამოიტანდა სხვა პლატფორმებზე. როგორც ამბობენ, Discord-ი არის ადგილი, სადაც სელესტმა და დევიდმა ერთმანეთი გაიცნეს. 2023 წლის დასაწყისიდან, ჯერ კიდევ იმ დროს, როცა სელესტი 13 წლესაც კი იყო. ოღონდ ონლაინ მიმოწერებით. არ ვიცი ხარ რამდენად ამსუბუქებს ეს სიტუაციას, მაგრამ თავიდან მხოლოდ ონლაინ მიმოწერებით. და ამ პლატფორმებზე, რომლებზეც დევიდი ძალიან აქტიური იყო, როგორც გითხარით, ეს არის ადგილი, სადაც მისი კარიერა დაიწყო, ასე ვთქვათ, მისი ყველა ნაბიჯი ციფრულად არის დაფიქსირებული და საოცარი სანახავია ეს ყველაფერი. როგორ არაფერი არ იკარგება ინტერნეტში და სწორ და საჭირო კონტექსტში, როგორ შეიძლება თუნდაც უწყინარი კომენტარის ან სტორის შინაარსი 1000%-ით შეიცვალოს და შენ საწინააღმდეგოდ შემოbrunდეს. ამიტომ ვამბობ და მithქვამს მილიონჯერ, რომ ორჯერ დაფიქრდით, სანამ რამეს დაპოსტავთ ინტერნეტში. და ახლა ვიდეოს პირველ ნახევარში თქვენთან ერთად მინდა გავიარო ეს ციფრული კვალი. ეს პოსტები, თეორიები, რომლებიც ინტერნეტ იუზერებმა შექმნეს და გაავრცელეს სოციალურ მედიაში, განსაკუთრებით Reddit-ი აქტიურობს ამაში, მე მიყვარს ამ მხრივ ძალიან Reddit-ი. იმდენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანს შეხვდები, ყოფილი დეტექტივებიდან დაწყებული, კრიმინოლოგიის სტუდენტებით დამთავრებული, ძალიან საინტერესო მოსასმენია მათი შეფასებები მსგავს სიტუაციებზე და კონკრეტულად ამ საქმეზე და მინდა ვიდეოს პირველ ნაწილში თქვენთან ერთად გავიარო, ჩამონათვალი გავაკეთე, ამოვკრიფე უпростоრად დევიდის პოსტების, ვიდეოების, სიმღერის ტექსტების, კლიპების, როგორ განიხილავს ამ ყველაფერს ახლა ინტერნეტი, როცა მკვლელობასთან გვაქვს საქმე, როცა დევიდი როგორც ეჭვმიტანილია დაპატიმრებული. როგორ 100%-ით შეიცვალა ინტერნეტის დამოკიდებულება დევიდის მიმართ. ძალიან ბევრი ფაქტია, ძალიან ყველა დეტალს, თუ კი სადმე რამე სიტყვა წამოწდა, თუ კი რაღაცა სახეზე მიმიკა შეეცვალა, ხო, ყველა დეტალს განიხილავენ და ყველაფერი ახლა სელესთან და ამ საქმესთან არის დაკავშირებული. ახლა ასე ძალიანაც არ წავსულარ, იმიტომ რომ ძალიან შეთქმულების თეორიებში გადავიდოდით. მაგრამ ამოვკრიფე დეტალები, ფაქტები, რომლებზეც შემიძლია ფოტო გაჩვენოთ, ვიდეო გაჩვენოთ და ვფიქრობ, მეც მიმაჩნია, რომ საქმისთვისაც საინტერესო იქნება, სასამართლო პროცესისთვისაც საინტერესო იქნება და მოდით შემდეგ ვიდეოს მეორე ნახევარში შევადაროთ პროკურატურამ რა იმუშავა, რა გააკეთა, რა მტკიცებულებები აქვთ, სად და როგორ და რამდენად ემთხვევა ინტერნეტის თეორიები და ინტერნეტ იუზერების თეორიები პროკურატურის ბრალდების წერილს და სად და როგორ შეძლო რეალურად ბრალდების მხარემ დევიდის მიერ ინტერნეტში დატოვებული ამ ციფრული კვალის გამოყენება მისსავე წინააღმდეგ. იმიტომ ბრალდების წერილი უკვე გვაქვს, სადაც ზუსტად წერია რა შეიძლება დევიდს ბრალი. და როგორც გითხარით, მაგამდეც მივართ, აუცილებლად მოდით ჯერ ინტერნეტის თეორიებით დავიწყოთ და როგორ გახდა დევიდის მთელი შემოქმედება მისივე ფანებისთვის და ინტერნეტ იუზერებისთვის ერთ დიდ აღიარებად ამ მკვლელობის საქმეში. სანამ ამ ჩამონათვალს მივყვები, რომელიც თქვენთვის გავაკეთე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თეორიების შესახებ ვსაუბრობთ. სასამართლო ჯერ არ ყოფილა, როცა მე ამ ვიდეოს ვწერ. ოკეი, მოდით Discord-დან დავიწყოთ. როგორც Discord-ის მიმოწერებიდან ირკვევა, დევიდმა და სელესტმა ონლაინ გაიცნეს ერთმანეთი. მათი პირველი შეხვედრა მოხდა 2023 წლის ნოემბერში, როცა სელესტ 13 წელი რამოდენიმე თვის წინ ჰქონდა შესრულებული, რაც ადასტურებს, რომ მათი ურთიერთობა საკმაოდ დიდი ხანია უკვე მიმდინარეობდა და ეს რაღაც 1-2 ნახვა და შეხვედრა და სპონტანური ამბავი არ ყოფილა. ასევე რამოდენიმე სხვადასხვა ფაქტით, რომელსაც ახლა მეც მოგიყვანთ, დასტურდება, რომ წინა რამოდენიმე გაქცევის დროსაც დევიდთან ერთად იყო ჰოლივუდში. TikTok-ზე არის სელესტის სკოლის მასწავლებლის ვიდეო,
გავრცელებული. ვიდეოში სელესტის მასწავლებელი საუბრობს ამ თემაზე, კლასში თავის მოსწავლეებს უყვება სელესტის ისტორიას, მას შემდეგ რაც გვამის იდენტიფიცირება მოხდა და გაირკვა, რომ ეს ჩვენი სკოლის მოსწავლეა სელესტი. და ერთ-ერთ მოსწავლეს ტელეფონზე აქვს ეს ჩუმად ჩაწერილი, რაც ყვება მასწავლებელი. და პირდაპირ ამბობს, რომ ჰოლივუდიდან წამოიყვანა პოლიციამ და ოჯახს დაუბრუნდა ისევ სკოლაში. დაბრუნდა, მაგრამ შემდეგ ისევ მალევე გაიქცა, როგორც ჩანს მეორე გაქცევას ეხება საქმე თებერვალში, მე დააბრუნეს და აპრილში მესამედ ისევ წავიდა სახლიდან. ანუ ხვდებით, რომ სკოლაშიც კი და მასწავლებლებისთვისაც კი ცნობილი იყო ეს ფაქტი. იმიტომ რომ რატომ მაინდა-მაინც ჰოლივუდში და არა მაგალითად ზოგადად ლოს-ანჯელესი. რატომ არ მოსიც რა, ზოგადად ლოს-ანჯელესიდან ჩამოიყვანეს და აბრუნეს ისევ სახლში. ანუ ბევრმა იცოდა სად და ვისთან იყო სელესტი, რაც ჩემი აზრით კიდევ უფრო ამაზრზენს ხდის ამ სიტუაციას. დაიწყო ინტენსიურად დევიდის სიმღერების და კლიპების გარჩევა, მას შემდეგ რაც სელესტის ვინაობა გახდა ცნობილი და დევიდის სიმღერები რეკორდებს ხსნის სხვადასხვა პლატფორმებზე, იმიტომ რომ ყველამ დაიწყო მისი შემოქმედების გაანალიზება სელესტთან კავშირში და ამ საქმესთან კავშირში და თავარი ხაზი, რასაც მის შემოქმედებაში ხედავ არის, რომ დევიდი ყოველთვის ამბობს მის ტექსტებში, რომ იმ სიყვარულს ვერ იღებს, რაც უნდა, მუდმივად ამბობს, რომ მას მეტად უყვარს, ვიდრე მეორე მხარეს და ბოლოს ამის გამო კლავს, კარგავს ამ ადამიანს და თეორია არსებობს, ბევრი ამბობს, რომ რეალობაში სწორედ ასე მოხდა, ეს გადმოაქვთ, ასე ვთქვათ, მისი შემოქმედებიდან. მაგალითად 2024 წლის 26 თებერვალს სელესტის გაუჩინარებამდე 2 თვით ადრე კომენტარი ჩდება დევიდის TikTok-ის ვიდეოზე. როდის დაგიჭერს პოლიცია 13 წლის გოგოსთან ურთიერთობის გამო. ხალხი არსებობს, რომლებმაც იციან ამ ყველაფრის შესახებ და ასე საჯაროდ აკომენტარებენ TikTok-ის ლაივებზე. მე ვფიქრობ, აქ მახსენდება ის თავიდან რაც გითხარით, რომ სელესტის სკოლაში იყო ჩასული და მის თანაკლასელს $1000 გაატანა, რომ სელეს ახალი მობილური ეყიდა. ჩემი აზრით, ეს ასეთ რამოდენიმე კომენტარს შეხვდებით. სხვადასხვა თვეში, იმ პერიოდში, როცა სელესტი დევიდთან იყო. სხვადასხვა მსგავს კომენტარებს შეხვდებით და მე ვფიქრობ, რომ ამ კომენტარების ავტორები არიან სელესტის თანაკლასელები, თანასკოლელები. ბავშვები, მოზარდები, რომლებმაც მათი ურთიერთობის შესახებ იცოდნენ. და მე მგონია, რომ აშანტაჟებდნენ კიდეც დევიდს და ფულს ზალავდნენ, რომ ფოტოები და ასე შემდეგ, რომ ხმამაღლა მომყვებით თქვენი ურთიერთობის შესახებ, იმიტომ რომ იმას მაინც ვერ წარმოვიდგენ, რომ რომელიმე მასწავლებელი ან მეზობელი ვიღაცა ზრდასრული ადამიანი ყოფილიყო, ვინც მსგავს კომენტარებს უტოვებდა დევიდს ამ ვიდეოებზე და სელესტს რეალურად იცნობდა და იცოდა. მე ვფიქრობ, რომ ესენი იყვნენ იმ სკოლის ბავშვები, რომლებიც სელესტს იცნობდნენ და რამოდენიმეჯერ დევიდი ყავდათ ნანახი და სელესტის დაქალებიდან, მეგობრებიდან, რომელსაც უყვებოდა თავისი ურთიერთობის შესახებ, იცოდნენ ვინ იყო დევიდი და აშანტაჟებდნენ. 2024 წლის 8 მარტს სელესტის დაკარგულად გამოცხადებამდე 1 თვით ადრე დევიდი თავის ახალ სიმღერაში My House is Not a Home ღერის რომ შენ როგორც მეგობარი ისე მოხვედი და ახლა ერთ საწოლში გვძინავსო. რაც რა თქმა უნდა ანუ როგორც გითხარით დრო ძალიან საეჭვოდ ემთხვევა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სელესტის შესახებ დაწერა ეს ტექსტი, მაგრამ როგორც გითხარით, ყველა მისი სტროფი ანალიზდება წინ სიტყვიდან სიტყვამდე და წერტილიდან მძიმემდე, რომ აბა რა შეგვიძლია რომ სელესთან დავაკავშიროთ და სამწუხაროდ ძალიან ბევრია დევიდის შემოქმედებაში, რაც ესე როცა უკვე იცი რა მოხდა, იოლად შეგიძლია რომ დააკავშირო სელესთან. ასევე არსებობს, რაც ამოვკრიფე, ასე ვთქვათ, ამ ძალიან გრძელი სიიდან TikTok-ის ლაივის პატარა მონაკვეთი, რომელიც შემორჩენილია ინტერნეტში, სადაც დევიდი ზის ლაივში სელესტისთან ერთად, ძალიან ცუდი ხარისხის ვიდეო. და გოგო არის მუქი ჰუდით, სათვალით, სახე თითქმის არ ჩანს, მაგრამ 99% სელესტია. მოდით ასე ვთქვათ, 99% სელესტია. და გაჩვენებთ ახლა მე თქვენ ამ ვიდეოს და მითხარით, თქვენ რას ფიქრობთ, არის თუ არა ეს სელესტი. და ამ ლაივის ამ ვიდეოს კომენტარში წერს ვიღაც ეპშტინის გერმანულად ამოვთო ინგლისურად ფაილებში მოხვედრის კანდიდატი. ცოტა უცნაური და რენდომ კომენტარი ხო არ არის.
მაგრამ ახლა როცა იცი სიტუაცია, საერთოდაც არ არის რენდომ კომენტარი, ხო? და ანუ სრული ვიდეო არ გვაქვს, სრული ლაივი არ გვაქვს, და ამიტომ კონტექსტი ზუსტად არ ვიცით, მაგრამ რაღაც მომენტში დევიდი რაღაც კონტექსტში ზუსტად არ ვიცით, როგორც გითხარით, სელეს ეუბნება, რომ ეგ კონტროვერსულია, საკამათო არის. რაზეც სელესტი პასუხობს, რა არის საკამათო 13 წლის ბავშვთან რომ წევხარო? That's controversial. It's controversial of kids. Really good. Okay, It's bye. been a good one. Bye. Bye, guys. Mwah, 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 mwah. Oh my. Delete everything. Delete everything. Everything goes. Everything goes. Everything. და მაშინ ვეწყვეტენ ლაივს. შლიან ყველაფერს. ნუ, ყველაფერს რა თქმა უნდა ვერა. როგორც გითხარით ინტერნეტში ყველაფერი ზეოდ არ იკარგება, მაგრამ მაშინ უნდა წავშალოთ ყველაფერი და მაშინ ვიაქრობენ ყველაფერს. სელესტის გაქცევიდან 2 კვირის შემდეგ დევიდი წერს ინსტაგრამზე, ჩემი დეპრესია განიკურნა და ისევ დავიწყე სიმღერების წერა. რაც როგორც ვთქვი, თუ ამ იმ ცოდნით, რაც დღეს გვაქვს ჩვენ ამ სიტუაციაზე, ამ ლუპიდან შეხედავთ, თორე ისე იმ დღეს ეს იყო არის ერთი ჩვეულებრივი ინსტაგრამ სტორი. არაფერი განსაკუთრებული და გამორჩეული ხო, მაგრამ რაც სელესტი მასთან არის, 2 კვირაა გასული და მისი დეპრესია განიკურნა. სელესტი თავის მეგობრებს უგზავნის ფოტოს Hello Kitty-ის საკიდით ინსტაგრამის ჩატში. იმ პერიოდში, როცა სახიდან გაქცეული, ეს არის თქვათ, გაჩვენებთ ახლა კაც ფოტოს, ესა ზემოდან გადაღებული ფოტო, შარვლის ქამრის საკიდზე არის ჩამოკიდებული Hello Kitty-ის სათამაშო. როგორც ჩანს დევიდის, იმიტომ რომ დევიდს აქვს TikTok-ზე ვიდეო, სადაც ზუსტად იგივე Hello Kitty-ის საკიდით არის ამ ვიდეოში. შარვალიც კი იგივე აცვია მე მგონი. და ვიდეოს სათაურია, როცა თერაპიაზე შენი ბანკის ბარათი არ მიიღესო, ანუ ვერ გადაიხადე და ის ერთი Hello Kitty-ის გოგო შემოყავთ ოთახში, რომელსაც 2021-ში შეხვდი პირველად. 2021-ში თუ მართლა სელესტის შესახება საუბარი, 12 წლისაც კი არ იქნებოდა სელესტი. Reddit-ის არაერთი პოსტი გამოჩნდა ამ საქმის გახმაურების შემდეგ, სადაც წერენ, რომ მათვისაც აქვს დევიდს Discord-ზე მინაწერი, როცა ისინიც ასე 14-15 წლის თინეიჯერები იყვნენ. ანუ სელესტი პირველი და ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. მე ბევრი წერს ვიცი რა, ახლა რატო გამოჩნდით იქამდე, რატო არავინ არაფერს არ ამბობდა. ეხლა სხვერპლს ვერ მოსთხოვროდი, შეუძლია მსგავს რამეზე საუბარი გავედოს, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ სელესტის საქმის გახმაურების შემდეგ დაიწყეს ამ თემაზე საუბარი ინტერნეტში. Discord-ის ლაივის სკრინი არსებობს, სადაც დევიდი ჩანს კადრში, ასე ამის პირველი საათია ალბათ, ნუ ჩვეულებრივი რენდომ ლაივი. ხშირად იყო ხოლმე ლაივებში. მაგრამ უკანა ფონზე ჩანს გოგო ხუჭუჭათმით, რომელიც სახეს მალავს, საკმაოდ ბნელი კადრია. ხამის განათებით, ბევრი არაფერი ჩანს, მაგრამ აშკარად სელესტის ძალიან მსგავსი გოგონა ჩანს კადრში და კომენტარში კითხულობს ვიღაცა, ვინ არის ეს გოგო? და დევიდი პასუხობს, FBI-დან ხარო? You are Fed, ანუ ფედერალური ბიუროდან ხარო? რაც ძალიან უცნაური კომენტარი, პასუხი არ არის? იმ კონტექსტის გარეშე, რაც ჩვენ ახლა ვიცით, რომ სავარაუდოდ ის გოგო, რომელიც იქ კადრში ჩანს, გარდაცვლილია. რატომ უნდა გასცე მაყურებლის კომენტარს მსგავსი პასუხი? რა შუაშია ფედერალური ბიუროდან ხარ? ანუ შეიძლება საერთოდ არ უპასუხო, შეიძლება უხეშად უპასუხო, არ ვიცი, რაც მაგრამ რა შუაშია პოლიცია? ლაივი არის 2023 წლის 13 დეკემბრით დათარიღებული. ანუ სელესტი 13 წლისაა. მაგ დროს როგორც გითხარით, ნოემბერში დაიწყეს შეხვედრა. დაახლოებით ერთ თვე უკვე ერთმანეთს ხვდებიან და მასთან არის უკვე სახლში. აქვე რა თქმა უნდა ისიც უნდა ვთქვა, რომ ახლა ნებისმიერი გოგო, რომელიც რაღაცით მაინც დევიდთან არის დაკავშირებული და სახეს ფარავს ვიდეო იქნება თუ ფოტო იქნება, რა თქმა უნდა სელესტია. დევიდის ვიდეოდებს TikTok-ზე მისივე TikTok-იდან აღებული, სადაც Hello Kitty-ის კედებს რეცხავს. წმენს და ვიდეოს წარწერა აქვს, რომ დაახლოებით ესეთი შინაარსობრივი დამატებითი შემოსავალი მაქვს ამ კედების წმენდითო და ეს Hello Kitty-ის კედები ძალიან გავს. თუ არა და ჩემი აზრით იდენტურია იმ კედების, რომელთაც სელესტი დაიკარგა. სახლიდან გაქცევის დროს რა კედებიც ეცვა. Hello Kitty დევიდისთვის ზოგადად ძალიან დიდი თემა. მის ინსტაგრამის პროფილის ფოტოც კი Hello Kitty-ა. ისევე როგორც სელესტისთვის და როგორც ამბობენ, ეს იყო მათი საერთო წერტილი, რომელზეც საუბარი დაიწყეს, საიდანაც მათი ურთიერთობა სულ თავიდან დაიწყო და განვითარდა. ასევე ადარებენ იმ ფაქტს, რომ სელეს საჩვენებელ თითზე აქვს შტატუ, ანუ SHH. და დევიდსაც ზუსტად იგივე ტატუ აქვს.
ასევე საჩვენებელ თითზე, რაც ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეხლა ეს ამათი ექსკლუზივი არ არის, ეს სტატუ თავის დროზე რიანამ გახადა პოპულარული. მაგრამ ეს matching სიწყვილის სტატუებიც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი განხილვის თემა გახდა ინტერნეტში. ასევე არსებობს სელესტის მეგობრების მიერ გავრცელებული Instagram Stories ვიდეოები. პროფილის სახელი არის Hello Kitty Life Guru, რაც როგორც ამბობენ სელესტის პროფილი იყო Instagram-ზე დახურული პროფილი, რომელიც მხოლოდ მისი ახლო მეგობრებისთვის იყო გახსნილი და ფოტოზე ჩანს დევიდი რესტორანში და სავარაუდოდ უნდა ვთქვა, მაინც რომ სავარაუდოდ სელესტის მარცხენა ხელი ნიშნობის ბეჭდით და შემდეგ მეორე ფოტო იგივე ბეჭედი და ტატუ ბეჭდის თითზე სახელით დევიდი. დევიდის სახელის ტატუთი. სათაურით იმ შემთხვევაში თუ ვერ წაიგდან, თუ ვერ გაიგეთო პირველ სტორიზე რა ხდებოდა, როცა ნიშნობის ბეჭედი აჩვენა, რომ აი თან დევიდის სახელი ბეჭდის თითზე და ნიშნობის ბეჭედი. შეგახსენებთ, რომ ამ დროს სელესტე 13 წლისაა. აქაც რაღაცა ეხა კონტრარგუმენტიც რო გითხართ ობიექტური დარჩა ისტორიის მოყოლისას შეიძლება თქვა რომ იცი რა გვჯერა რომ ისი მეგობრები ფოტოშოპით არ აკეთებენ ამ ფოტოებს და არ ავრცელებენ ახლა მაგრამ ამ დეტალის გარკვევაში მოგვიანებით აუტოპსია და ბრალდების წერილი დაგვეხმარება სხვათა შორის გესაუბრებით ამ დეტალზე ვიდეოს მეორე ნაწილში. ბევრი თეორია არსებობს იმის შესახებ რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა დევიდმა სელესტი და აქ ნახულობ დევიდის TikTok ვიდეოებს ართელი გითხრათ ეკალი გაყრის. საერთოდაც ყველობის საქმის რო თავი დავანებოთ. რატო უჩნდება ახალგაზრდა ბიჭს მსგავსი შინაარსის ტექსტების და ვიდეოების ჩაწერა ატვირთვა ან თუნდაც სხვისი ვიდეოების გადაზიარება, მასაც ხშირად აკეთებდა. ეგ უკვე პრობლემატურია ჩემთვის. აი, მიხვდებით ახლა რასაც გულისხმობ, მაგალითად, დანით დგას სამზარეულოში და ქათმის ფილეს ჭრის, ზოგადად რო ვთქვათ, ხორცს ჭრის დანით და ვიდეოს სათაური იკითხება. მე თუ დავინახე რომ ის სხვა ბიჭს ელაპარაკება. დანით დავჭრი? მეორე ვიდეოს სათაურით თუ ჩემმა გოგომ ბედნიერი დაბადების დღე გისურვა, ანუ happy birthday თუ გისურვა, შეგიძლია გყავდეს დაიტოვა, იმიტომ რომ რატომ უხარია შენ დაბადების დღე. ან კიდევ მე ვუყურებ როგორ კივის, ანუ დევიდი არის ვიდეოში რაღაცა ესეთი სახით დგას, გაჩვენებთ ფოტოზე და მე ვუყურებ როგორ კივის, მას შემდეგ რაც ადუღებული წყალი გადავასხი, რადგან დაბადების დღე მიულოცა ვიღაც ბიჭსო. და რატომ უხარია რომ კიდევ ერთი წელი იცოცხლეო. ჩემი გოგო რატომ არის იმით ბედნიერი რომ კიდევ ერთი წელი შეასრულა. და ამიტომ ადუღებული წყალი გადაასხა და უყურებს როგორ კივის. რატომ უნდა გაგიჩნდეს ინტერნეტში მსგავსი რაღაცის დაპოსტვის სურვილი ამიხსენით? შემდეგი კატის მაგშოტის ფოტო, ანუ დაპატიმრების პოლიციის ფოტო სათაურით, მე მას შემდეგ რაც მანქანით გადავუარე ყველა ბიჭს, ვინც მას შეხედა. მე როცა გავიგე ბიჭის შესახებ, რომელიც ადრე მოსწონდა და ახლა უნდა გავიგო მისი მისამართი, დაზღვევის ნომერი და დედამისის ქალიშვილობის გვარი. და ეს ხა რამოდენიმე ამოგრეფე, უბრალოდ იმდენია, რომ თელ დაკუნავისთად ეხა. ესეთი რაღაცები არ წყდება. როგორც გითხარით, დაიწყეს რა თქმა უნდა დევიდის სიმღერის ტექსტების გაანალიზება, მაგრამ ერთ-ერთი სიმღერა განსაკუთრებით მოექცა მსმენელების თუ ინტერნეტ იუზერების ყურადღების ცენტრში, სიმღერა, რომელსაც სელესტი ქვია. სიმღერის სახთაური არის სელესტი. საინტერესო რომ ეს სიმღერაც Discord-ზე ქონდა ჩაშვებული 2023 წლის დეკემბერში. ოფიციალური ვერსია არ ჩაწერილა და არ გამოსულა მას შემდეგ, მხოლოდ Discord-ზე დარჩა. ვფიქრობ, რომ საინტერესო ფაქტია. როგორც გითხარით, ნუ ახლა კლიპი და ეს არ გვაქვს თვითონ როგორ მღერის სიმღერას, მაგრამ ინტერნეტში არაფერი არ იგარგება და სიმღერის ტექსტი გვაქვს Discord-დან შემორჩენილი და მისამღერი არის მაგალითად ესეთი, როცა გიკითხოთ, რომ დაახლოებითი თარგმანით ახლა სიმღერის ტექსტის თარგმნა ცოტა ესეთი თემა არის. ო სელესტ გოგო ჩემი სახელის სტატუთი თავის მკერდზე. ყოველ ჯერზე როცა ვსუნთქავ, მისი ხმა მესმის, გიშდები შენზე, შეყრობილი ვარ შენით, სელესტ. ძალიან რთული ახლა ამ ყველაფერს დამთხოვა და არ ქვახო. ასევე კლიპები, რომლებიც საინტერესო დამთხვევით 2022 წლიდან მოყოლებული ზუსტად 7 სექტემბერს სელესტის დაბადების დღეზე გამოდის ხოლმე, სხვადასხვა სიმღერებზე, განსაკუთრებით აქ ჩემთან ერთად და რომანტიკული მკვლელობა. კლიპები, რომელშიც მონაწილე გოგონა ძალიან გავს სელესტს, ისე რომ ვერც კი გაარჩევ სელესტია თუ არა. მაგრამ აქ შემოდის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი და ფაქტი, რომ დევიდის ცხოვრებაში ასევე მეორე სელესტიც არსებობს. სხვა სელესტიც, სრულწლოვანი სელესტი, სელესტ ჰერერა, რომელიც 19 წლისაა და დევიდისთვის მუშაობს. და რა თქმა უნდა, მაშინვე ჩნდება თეორია, და სპეკულაცია, მონეთ ასე ვთქვათ, რომ მეორე სელესტი, გოგო ზუსტად იგივე სახელით და ლათინური წარმოშობით ასევე, იმიტომ აიყვანა გუნდში, რომ თუ სელესტზე კითხვები გაჩნდებოდა ოდესმე,
აი ეს არის ელესტი. ვინც მთელი ეს პერიოდი ჩემს გვერდით იყო. ვისაც სიმღერები მივუძღვენი, თუ სადმე ფოტოში დაინახეთ, ვიდეოში გამოჩნდა, სადმე მისი სახელი ვახსენე, ეს ელესტია. ასევე ძალიან გააქტიურდნენ ძველი სიმღერების და ტექსტების და ვიდეოების ამოქექვაში ინტერნეტ იუზერები და ისევ ამოტივტივდა 2023 წლის ვიდეოები, სადაც რომანტიკულ მკვლელობას და შემდეგ თავის ტურს არეკლამებს, სიმღერას და თავის ტურს არეკლამებს, სისხლში ამოსვლილი თეთრი პერანგით, სისხლში ამოსვლილი, წითელ საღებავში ამოსვლილი თეთრი პერანგებით, რომელიც ასევე როგორც მისი მერჩი, ისეც კი იყიდებოდა მის საიტზე, რომელიც სხვათა შორის ახლა აღებულია, ვეღარ იპოვით მის საიტზე. ეს იყო მთელი თემა, თეთრი პერანგები ამ წითელ საღებავში ამოსვლილი, როგორც დევიდი თვითონ ხსნის, ეს არის მისი ალტერ ეგო ითამი, რაც იაპონურად ტკივილს ნიშნავს. ეს არის დევიდის ბოროტი ალტერნატივა, რომელსაც დევიდი სულ ებრძვის. ითამი კი მუდმივად ცდილობს მის ცხოვრებაში ჩარევას, ბედნიერების საშუალებას არ აძლევს, მის ურთიერთობებს ანგრევს, ყველაფერს აფუჭებს და შემდეგ დევიდს ამ ყველაფრის გამოსწორება უწევს. ეს იყო ამ სიმღერის და შემდეგ ტურისაც და კლიპის და ასე შემდეგ მოტივი და ხშირად საუბრობს ამ თავისი ალტერ ეგოს ითამის შესახებ და ანიმაციური კლიპებიც არის, სადაც ებრძვის კიდეც ამ ანიმაციურ კლიპებში თავის ალტერ ეგოს, ორივეს როლს რა თქმა უნდა თვითონ ასრულებს, მაგრამ თავისი ალტერ ეგო რა თქმა უნდა ბოროტი ნაწილია მისი და შემდეგ თვითონ რეალური დევიდი, ასე ვთქვათ. TikTok-ზე კიდევ ერთი ძველი ვიდეო ხდება პოპულარული, ეს არის დევიდის სიმღერის One More Dance სიმღერის კლიპი, რომელიც 2025 წლის 7 თებერვალს სელესტის ცხედრის პოვნამდე ზუსტად 8 თვით ადრე გამოვიდა. კლიპში ითამი, დევიდის ალტერ ეგო, სისხლიანი წითელ საღებავში ამოსვლილი პერანგით და თვალებ ახვეული მიათრევს დევიდის, ანუ რეალური დევიდის გვამს უგონოს ხელს. შემდეგ კლიპში ჩნდებიან კიდევ ორი სხვა ადამიანი, რომლებიც ერთად აგდებენ დევიდის გვამს, უგონო მდგომარეობაში მყოფ დევიდს მანქანის საბარგულში. და 7 თვის შემდეგ მართლა პოულობენ გვამს მისი თესლას საბარგულში და თვითონ თეთრი კუბოთი არის ტურში. და რა თქმა უნდა გაჩნდა სპეკულაციები იმის შესახებ, რომ მკვლელობის დაფარვის, დამალვის იდეა საკუთარი კლიპიდანვე აიღო, რაც აუტოპსიას და პროკურატურის ბრალდების წერილს რო გადავხედავთ, ახლა იქ სხვა ფაქტორები იყო ჩემი აზრით მაგისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან ესეთი თემა არის, რომ აგერ კლიპი გაქვს ესეთი შინაარსით და რამოდენიმე თვეში მართლა პოულობენ შენი მანქანის საბარგულში იმ მომენტში უცნობი გოგონას ცხედარს. მოკლედ, როგორც გითხარით, ახლა ინტერნეტისთვის დევიდის მთელი შემოქმედება ერთ დიდ აღიარებად იქცა. ბრენდებმა, როგორიც ჰოლისტერი და კროსი, რომელთა კოლაბორაციის მთავარი მოდელი იყო დევიდი, შეწყვიტეს თანამშრომლობა მასთან და ფოტოები აიღეს საიტებიდან. YouTube-მა მონეტარიზაცია შეუწყვიტა და TikTok-ის პროფილიც დაბლოკილია. დიდი ანალიზი მოყვა სხვათა შორის YouTube Live-ს. ეს იყო, ეხლა შევეცადე ოდნავ დაახლოებით ქრონოლოგიურად დამელაგებინა ის ფაქტები, რისი განხილვაც მიმდინარეობდა ინტერნეტში. იმ პერიოდიდან მოყოლებული, როცა ერთმანეთი გაიცნეს ინტერნეტში, შემდეგ რამოდენიმეჯერ გაიქცა და დევიდთან იყო და შემდეგ ის ბოლო წელიწადნახევარი, როცა ცხოვრობდა დევიდთან ჰოლივუდში. და ბოლო ლაივი, YouTube ლაივი, რომელიც გვამის პოვნამ 2 თვით ადრე ხდება, არის 2025 წლის 4 ივლისი დევიდის სახლში. სტუმრად ყავს სხვადასხვა კრეატორები, YouTube კრეატორები და ერთად ემზადებიან წვეულებაზე ფართიზე წასასვლელად. და ერთ-ერთი ესეთი კრეატორი არის მისი ასევე ახლო მეგობარი, ლიო ლანგსტონი. ამ ტიპზე დიდად ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ რაც ვნახე და წავიკითხე დევიდზე აუტანელი ტიპი მგონია. მოკლედ რომ აგიხსნათ მათი ურთიერთობა, ლიოს და დევიდის ერთ-ერთ ვიდეოში ამბობს. მე ვარ დევიდის პირველი და ერთადერთი აზიელი. Okay. და ეს ლაივი მიმდინარეობს 4 ივლისს, როგორც გითხარით, ემზადებიან წვეულებაზე წასასვლელად დევიდის სახლში. იმ სახლში, რომლის წინ გაჩერებულ მანქანაშიც 2 თვის მოგვიანებით სელესტის გვამი იპოვეს და ამ ვიდეოში არის ერთ-ერთი ესეთი მომენტი. მისაღებ საპირფარეშო საბაზანოში არიან, სარკის წინ ემზადებიან გოგოები, განათებები, კამერები და დევიდი რაღაც მომენტში ბოდიში უხდის სტუმრებს. სახლში ცუდი სუნის გამო. წეღან ვიყავი ტუალეტში და იმითო. და ცოტა მოგვიანებით კიდევ ერთხელ იხდის ბოდიშს სახლში ბევრი პატარა მწერის არსებობის გამო.
და ნუ ამაზე რა თქმა უნდა გონება დაკარგა ინტერნეტმა, რაც 100% გასაგებია, ჩემი აზრით, თუ გავითვალისწინებთ, რომ შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს მართლა ის ადგილი იყო, სადაც სელესტი მოკლეს. ეს შემაწუხებელი სუნი, მწერები, ამისი კონტრარგუმენტი ბევრი ვერ ვნახე მართალი გითხრათ რაღაცა იდეა რომ მიმეღო რა კონტრარგუმენტი შეიძლება აქ თქვა, მაგრამ ნუ ვიღაცას ეწერა რომ იცი რა თინეიჯერები და ეს ახალგაზრდა ბიჭები რომლის მარტო ცხოვრობენ, სავარაუდოდ სახლს არ აღაგებენ და რა გასაკვირია რომ სახლში რაღაც სუნი დგას და მწერები არიან. რაც არ მგონია რომ ჰოლივუდში თავის სახლს ვინმე თვითონ ალაგებდეს, მაგრამ ოკეი. ეს იყო ის ინტერნეტ სპეკულაციები, თეორიები, ფაქტები, ვიდეო, ფოტო, მასალები დევიდის YouTube-დან, TikTok-დან, Instagram-დან, კლიპებიდან, სიმღერებიდან, რომლებიც განსაკუთრებით გახდა ბოლო პერიოდში გარჩევის და დებატების საგანი და საკითხი ინტერნეტში. ახლა მოდით სამედიცინო ექსპერტიზას და პროკურატურის საგამოძიებო პროცესს მივყვეთ, რადგან გვაქვს უკვე საჯაროდ ცნობილი ეს დეტალები და ამდენი თეორიის და ამდენი სპეკულაციის შემდეგ მოდით ახლა ვისაუბროთ ზუსტად რას გვაძლევს ექსპერტიზა, აუტოპსია, პროკურატურა და სად იკვეთება ეს ორი სამყარო ერთმანეთთან. როგორც ვთქვით, სელესტის გვამის იდენტიფიცირება 17 სექტემბერს ხდება. დევიდის სახლის გასაჩხრეკად მიდიან 2 დღის მოგვიანებით 19 სექტემბერს, ხოლო 25 სექტემბერს სელესტის ოჯახს ცხედარს დაკრძალვისთვის უბრუნებენ. ოქტომბრის დასაწყისში დევიდი ახალ სახლში გადადის საცხოვრებლად ჰოლივუდ ჰილსში, რომელიც მისი მენეჯერის ჯოშ მარშალის სახელზე იყო ნაქირავები და აყავს ადვოკატი. მედიასთან კომუნიკაცია სრულადაა შეწყვეტილი. ნოემბერში სასამართლო ექსპერტიზა სელესტის აუტოპსიის დასკვნას ავრცელებს. გვამი იპოვეს თესლას წინა საბარგულში, რომელიც საკმაოდ პატარაა და იზოლირებული მანქანის სხვა ნაწილებიდან. სელესტი იწვა სახით ქვემოთ, ეცვა მკლავების გარეშე ტოპი, საცვლები, წინდები და ლეგინსი, კიდურები მოკვეთილი ჰქონდა, ხელები იდაყვებიდან ქვემოთ და ფეხები მუხლებიდან ქვემოთ. გვამი იდო body bags ან კადავა bags, რასაც ეძახიან ასეთ ჩანთაში, ქართულად ეს იქნება საკაცე ჩანთა გარდაცვლილებისთვის, არ ვიცი თუ სპეციალურად რაღაცა ტერმინი არსებობს ამისთვის. ჩანთის ქვეშ იპოვეს შავი დიდი ნაგვის პარკი, რომელშიც გარდაცვლილის ორივე მკლავი, ხელი და ფეხების ნაწილი იპოვეს, განაწევრებული. ცხედარს უკვე დაშლა ჰქონდა დაწყებული, იმდენად რომ თითის ანაბეჭდის აღებაც კი შეუძლებელი გახდა. აუტოპსიაში წერია, რომ მსხვერპლს მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის შიდა მხარეს შტატო ჰქონდა, ანუ SHH. ანუ დასტურდება ის, რაც ინტერნეტ და ონლაინ თეორიებიდან ვიცით, რომ ერთნაირი ტატუები ჰქონდა დევიდს და სელეს. მარცხენა ხელის ბეჭდის და ნეკა თითები ნახევრად მოკვეთილი და დასახეჩრებული იყო. სრულად ვერ იპოვეს თესლას საბარგულში, ანუ მოაჭრეს ორივე თითი, მაგრამ გვამთან ერთად არ დაუტოვებიათ, როგორც მაგალითად დანარჩენი კიდურები. გახსოვთ, როცა ინტერნეტ თეორიებზე ვსაუბრობდით, გაჩვენეთ ფოტო, სადაც დევიდის სახელის ტატუ ჰქონდა სელეს მარცხენა ბეჭდის თითზე ამოტვიფრული ნიშნობის ბეჭედთან ერთად. ანუ აუტოპსია რეალურად ადასტურებს იმ ამბავს, რომ ის ფოტოები, რომლებიც სელესტის მეგობრებმა გაავრცელეს, ყალბი არ არის, ფოტოშოპი არ არის, იმიტომ რომ რატომ უნდა მოაჭრა მაინდა-მაინც ზუსტად ეს ორი თითი თან? ორი თითიც არა, რაც წავიკითხე რამოდენიმე სპეციალისტის, ვისაც უმუშავია აუტოპსიაზე, Reddit-ზე, როგორც ახსნეს, ანუ ძალიან რთულია მხოლოდ ამ თითის, ანუ ბეჭდის თითის მოჭრა. ძალიან გიშლის, ასე ვთქვათ, ნეკა თითი ხელს. ამიტომ სავარაუდოდ ნეკა თითის მოჭრა არ იყო განზრახული, უბრალოდ ასე უფრო ადვილი იყო, რომ ბეჭდის თითი მოეჭრა. ინტერნეტში ორსულობაზე იყო სპეკულაცია, რომ ორსულად იყო სელესტი და ამით აშანტაჟებდა დევიდს, ან დევიდს სადმოშორება უნდოდა ამის გამო სელესტის, მაგრამ აუტოპსიამ არ დაადასტურა ორსულობა. სავარაუდო გარდაცვალების თარიღად 2025 წლის 23 აპრილის სახელდება. გვამის პოვნამდე თითქმის 5 თვით ადრე უკვე გარდაცვლილი. დევიდის დაპატიმრება საკმაოდ გაიწელა, ხოლო 2026 წლის 16 აპრილს 7 თვის შემდეგ აპატიმრებენ ახალ სახლში, ჰოლივუდ ჰილსში, სახლი, რომელიც არავინ იცოდა, რომ ნაქირავები ჰქონდა და იქ ცხოვრობდა. ზუსტად რაც გინახავთ ხოლმე მსგავს დოკუმენტურებში, მეზობლები რო გამოდიან ხოლმე და ვაიმე, არაფერი გაგვიგია და არაფერი ვიცოდით და ესეთი სიჩუმე იყო. ზუსტად ნიუსში ერთ-ერთი ეგეთი სიუჟეტი იყო, რომ მეზობლები საუბრობდნენ, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ბრალდებული აქ ცხოვრობ.
ეს 7 თვე, ანუ სექტემბერში იპოვეს სელესტის ცხედარი და 7 თვის მოგვიანებით იჭერენ დევიდს. ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ იყო პროკურატურა და პროკურორი, რადგან რატომ არავის აპატიმრებენ, რატომ არაფერი არ ხდება, ვიღაცა თეთრკანიანი გოგონა რო ყოფილიყო ჰოლივუდიდან, ხომ მაშინვე უფრო სწრაფად გაირკვეოდა ყველაფერი, მაგრამ რეალურად მუშაობდა პროკურატურა. რეალურად მუშაობდა. უბრალოდ ცოტა სხვანაირად მიუდგნენ ამ საქმეს და ეს დეტალებიც მინდა რომ გავიარო თქვენთან ერთად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით საქმისთვის. უკვე ნოემბერში, ანუ სექტემბერში პოულობენ გვამს, უკვე ნოემბერში მოწვეული ყავთ დიდი ნაფიც-მსაჯულთა კოლეგია. Grand Jury-ს რასაც ეძახიან ინგლისურად. რომ განმარტოთ, ფედერალურ დონეს როცა ეხება საქმე, დიდი ნაფიც-მსაჯულთა კოლეგია ყოველთვის საჭიროა. სანამ სასამართლოში მივა საქმე, პროკურატურა იწვევს ნაფიცი მსაჯულების კოლეგიას. ეს ის ნაფიცი მსაჯულები არ არიან, რომლებიც შემდეგ პროცესის სხედან და გადაწყვეტილებას იღებენ. სხვა არის. დიდი ნაფიცი მსაჯულების კოლეგია არის დახურული სხდომა, ანუ რამოდენიმე სხდომები. მხოლოდ ამ ადამიანებისთვის, ნაფიცი მსაჯულებისთვის და პროკურატურისთვის. პროკურორი კოლეგიას აცნობს საქმეს, აჩვენებს მტკიცებულებას და ეკითხება: გავიტანოთ საქმე სასამართლოზე? კენჭი უყარეთ, დამნაშავეა თუ არა? რომ გავიდეთ პროცესზე, მოვიგებთ? ეს ფედერალურ დონეზე. შტატის დონეზე ეს შტატის დონე არის, ანუ კალიფორნიის შტატში. აუცილებელი არაა ნაფიცი მსაჯულების კოლეგია, მაგრამ მაინც გამოიყენა პროკურატურა მათი ძალა. იმიტომ რომ ცნობად სახესახება საქმე. მთელი ინტერნეტი ამაზე ლაპარაკობს. ყველა ერთად არიან ყურადღების ცენტრში. ჰოლივუდში მიჩვეულები არიან ამ ამბავს, მაგრამ თან იციან სწორად როგორ მიუდგნენ აქედან გამომდინარე ასეთ საქმეებსაც. რადგან ეს საქმეები დახურულია, ვერავინ ვერ გაიგებს წლების მოგვიანებით ალბათ, რომელმა მოწმემ რა თქვა. და ამ ადამიანებს უფრო თავისუფლად შეუძლიათ ჩვენების მიცემა. და თან კოლეგიას აქვს subpoena powers, რასაც ეძახიან, ანუ სასამართლოში დაბარების ძალა, უფლება. ნებისმიერი მოწმის. თუ კოლეგია გიბარებს, უნდა მიხვიდე. და ზუსტად ეს ძალა გამოიყენა პროკურატურა. ამ საქმეში დასჭირდა სხვათა შორის, აბა გამოიცა იმთვის წინააღმდეგ. ლიოს, დევიდის პირველი და ერთ-ერთი აზიელის წინააღმდეგ არ გამოცხადდა ჩვენების მისაცემად. და LAPD-მ მონტანაში ჩააკითხა, ხერბორკილები დაადეს და ისე ჩაიყვანეს ლოს-ანჯელესში. ვერ გეტყვით, რომ ლიომ ძალიან ინერვიულა, მაგრამ ბავშვზე თქვი, იმიტომ რომ ეს არის მისი მაგშარი. ბედნიერი სახით. 14 წლის გოგონას მკვლობის საქმეზე ხარ დაბარებული ჩვენების მისაცემად. ანუ ლიომ რაღაც იცის. თორე ამდენს ტყუილად არ მოინდომებდნენ და არ ჩააკითხავდნენ მონტანაში, რომ ისეთი თემა არის, ხა ჩააკითხეს. ხო, ანუ იცით რა, მანქანით მოგაკითხეთ და უფასოდ მიგიყვანთ ჩვენების მისაცემად. დაახლოებით ესეთი მით მოდის პოლიცია, მაგრამ თან ვარსაც ვერ ეტყვი. და მნიშვნელოვანი არის, რომ ამ წინასწარ სხდომებზე, სანამ საერთოდ სასამართლოს ამბავი გადაწყდება, ადასტურებენ მოწმეების ჩვენებებს, რომლებსაც მერე ვეღარ შეცვლი. ანუ წარმოიდგინეთ, ჯერ სასამართლო პროცესი დაწყებულიც არაა წესიერად. წინა საპროცესო მოსმენები დაიწყო, მაგრამ ივლისში ვართ უკვე. ეს უკვე ნოემბერში ხდებოდა. კოლეგიამ წინა წლის ნოემბერში ჩაიბარა უკვე ძირითადი მოწმეების ჩვენები. ეს სასამართლო პროცესი თუ მივიდა საქმე საერთოდ პროცესამდე, თუ არ შეთანხმდნენ იქამდე რამეზე მხარეები. მე მგონია, რასაც ვუყურებ და ვფიქრობ, 1-2 წელი კიდე არ დაიწყება. ვინ იცის ამ 2 წელიწადში რა შეიცვლება და რა მოხდება. ვის დააშანტაჟებენ, ვინ ქვეყანას დატოვებს, ვის მოისყიდიან, საკმაოდ მდიდარი ტიპის შესახებ საუბრობ და ჰოლივუდის შესახებ საუბრობს, მაგრამ აქ უკვე ნოემბერში ჩვენებები არის დაფიქსირებული. მე სასამართლო პროცესზე რაღაცა სხვას ვერ მოყვარ. და ეს დიდი ნაფიც-მსაჯულთა კოლეგია სამჯერ იყო უკვე შეკრებილი. ზუსტად ამ საქმეზე ნოემბრიდან მოყოლებული, ამ წლის იანვარში ჰქონდათ ბოლო შეკრება. იანვარში დაიჭირეს, სხვათა დაიჭირეს კი არა და პატრულის მანქანით მიაბრძანეს ჩვენების მისაცემად ლიოც. და ბოლოს პროკურატურა ბრალდების წერილს აქვეყნებს, სადაც დეტალურადაა აღწერილი, რა შეედება ბრალი დევიდს და რა სასჯელს ითხოვენ. დევიდს ბრალი ედება 1 მუხლით პირველი ხარისხის მკვლობაში 3 დამამძიმებელი გარემოებით. ეს დამამძიმებელი გარემოებები კალიფორნიის შტატში სავარაუდო სასიკვდილო განაჩენს გულისხმობს. 3 დამამძიმებელი გარემოებიდან 1-ის დამტკიცებაც კი საკმარისი იქნება სასიკვდილო განაჩენისთვის. პირველი დამამძიმებელი გარემოება არის ფინანსური სარგებელი. ჩემი აზრით და მე რაც წავიკითხე კიდეც ადვოკატების კომენტარები, შედარებით ყველაზე სუსტი ამ 3 დამამძიმებელი გარემოებიდან, რადგან
ფინანსურ სარგებელში საქმე ეხება სამომავლოდ ფინანსური სარგებლის საფრთხის ქვეშ დაყენებას. ანუ მაგალითად, სელესტის მკვლელობის თარიღიდან 23 აპრილიდან 23 აპრილიდან ასახელა ავტოპსიამ, როგორც გითხარით, 25 აპრილს 2 დღის მოგვიანებით დევიდის ახალი ალბომი გამოდიოდა. ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ დევიდს არ დაეკარგა არსებული ფინანსური სტატუსი და კარიერა. როცა გაირკვეოდა, რომ არასრულწლოვანთან ჰქონდა ურთიერთობა. რაც არ იქნება მთლად იოლი დასამტკიცებელი ფინანსური თვალსაზრისით, ციფრების თვალსაზრისით. რთულია, ანუ გულისხმობ რთულია დაამტკიცოს სასამართლო დარბაზში, აი ეს ამბავი გაირკვეოდა და დევიდი Spotify-ზე ამდენ ნახვას თუ მოსმენას მისი სიმღერების დაკარგავდა, რაც ციფრებში ნიშნავს ამდენ მილიონს. ცოტა სპეკულაციის მხარეში გადავდივართ და როგორც წესი მოსამართლეებს არ უყვართ, როცა მათ სასამართლო დარბაზში ვიღაც სპეკულირებს. როგორც წესი ეს ფინანსური სარგებელი, მკვლობის მიზეზად ფინანსური სარგებელი, ეს დამამძიმებელი გარემოება ძირითადად გამოიყენება მაგალითად მოკლა ქონების მიღების მიზნით, ანდერძის გამო. ანუ უკვე არსებულ ქონებას როცა ეხება საქმე, რომელსაც ბრალდებული იღებს, ან სარგებლობას ნახულობს მსხვერპლის მკვლობის შემდეგ. ნახოთ, როგორ მტკიცებულებებს დადებს პროკურატურა. ჯერჯერობით როგორც გითხარით, ეს მუხლება საკმაოდ მოკლედ არის ეს ყველაფერი ბრალდების წერილში აღწერილი, მაგრამ საინტერესოა ზუსტად რა მტკიცებულებებს დადებს დამამძიმებელი გარემოების დასამტკიცებლად. მეორე, მოწმის მკვლელობა, მოშორება. ბევრმა სხვათაშორის არასწორად გაიგო ეს ნაწილი. თავიდან მეც ცოტა დამაბნია, მაგრამ შემდეგ უფრო დეტალურად რომ ჩავუყევი ამ ამბავს. აქ არ იგულისხმება მაინდა-მაინც შესაძლო კრიმინალურ საქმეში სელესტის როგორც მოწმედ გამოსვლის შესაძლებლობის მოსპობა. აღკვეთა, რომ დევიდმა მესამე პირის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და სელესტი დანაშაულის მოწმე იყო და ამიტომ მოიშორა. ეგეც შეიძლება იყოს, მაგრამ პირველ რიგში ეს ნიშნავს, რომ სელესტი მისავე წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ცოცხალი მოწმე იყო. თავისი ცოდნით, რაც გადაიტანა 12, 13, 14 წლის ასაკში სექსუალური ურთიერთობა. სელესტი ამ ცოდნით, თავისი სხეულით, ტატუებით, სპერმით, დნმ-ის კვალით იყო მისავე წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მოწმე. და აქვე პროკურატურა განმარტავს, რომ სელესტი დევიდს დაემუქრა, რომ გაასაჯაროებდა მათ ურთიერთობას. მე ვფიქრობ, რომ სელესტი ნელ-ნელა გამოდიოდა ამ 12-13 წლის Hello Kitty-ის თინეიჯერის ბურუსიდან და რეალურად იწყებდა იმის მიხვედრას, რომ ის ურთიერთობა, რაც დევიდთან ჰქონდა, არ იყო სწორი. არც მორალურად და არც სამართლებრივად. მესმის, რომ დასჭირდა ამ ყველაფრის მისაღებად და გასაანალიზებად და გასაგებად, იმიტომ რომ Hello Kitty და ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი და ჰოლივუდში ცხოვრება და ანუ 13 კი რა 33 წლის ასაკში შეიძლება ამ ყველაფერმა გონება დაგიკვეთოს. თან როცა არ ყავს გვერდით სწორი ადამიანი, ვინც დაგიჯდება და დაგელაპარაკება და ემოციების გარეშე სამართლებრივი თვალსაზრისით, მორალური თვალსაზრისით არ აქვს მნიშვნელობა, რეალურად აგიხსნის ამ ფაქტებს. ანუ მარტო ის კი რა ტელეფონის წართმევა და სახლში ჩაკეტვა და ოთახში გამოკეტვა და მხოლოდ კონტროლი კი არა, რეალურად ახსნა, რომ გაიაზრო რეალურად რა ხდება შენს გარშემო, იმიტომ რომ ამ დროს ეს თინეიჯერის ჰორმონებით გონია, რომ ყველა შენს წინააღმდეგაა და ასეთ კარგ ცხოვრებას გიშლიან. მე ვფიქრობ, რომ სელესტი თვითონ ნელ-ნელა ხვდებოდა, რომ ძალიან ტოქსიკურ ურთიერთობაში იყო დევიდთან და არასწორი იყო ეს ყველაფერი. ამიტომ ძალიან საშიში გახდა სელესტი დევიდისთვის. მესამე დამამძიმებელი მუხლი არის laying in wait, ანუ ჩასაფრება. არც სამართლებრივად შეიძლება კიდე რაღაც სხვა ერქვას, მაგრამ ანუ უნდა ვთარგმნოთ როგორც ჩასაფრება, რაშიც იგულისხმება ის ფაქტი, რომ დევიდი ხელსაყრელ მომენტს ელოდა, როცა სელესტი დაუცველი იქნებოდა და მას უპირატესობა ჰქონდა მსხვერპლის წინააღმდეგ. ანუ ეს არ იყო აფექტის მდგომარეობა, ემოციურ ფონზე უცებ მომხდარი დანაშაული. და ამას დეტალურად აღწერს ბრალდების წერილში პროკურატურა, პროკურორის თქმით, მოვლენები ასე განვითარდა. უშუალო მიზეზად, სიტუაციად, რასაც მკვლელობა მოყვა, ბრალდება ასახელებს 22 აპრილს, ანუ მკვლელობის წინა საღამოს მომხდარ ტამათს მსხვერპლსა და ბრალდებულს შორის SMS-ების გამო. რომელი SMS-ების გამო ზუსტად ჯერჯერობით ამაზე არ საუბრობენ, ჯერჯერობით ეს არ ვიცით, მაგრამ მოკლედ წერია მსხვერპლის სელესტის ეჭვიანობა დევიდის სხვა ქალთან ურთიერთობის გამო და მათი ურთიერთობის გასაჯაროების მუქარა დევიდისად. როცა მისი პირველი სტუდიური ალბომი, პროფესიონალური ალბომი, პირველად უნდა გამოსულიყო 25 აპრილს შემთხვევიდან 2 დღის შემდეგ.
თანმიმდევრობა ასეთია, როგორც პროკურატურა ამბობს. 23 აპრილის საღამოს 8 საათსა და 40 წუთზე დევიდი უბერს ტაქსს უგზავნის სელესტს თავისი მშობლების სახლში, რომელსაც სელესტი დაახლოებით საღამოს 22 საათზე დევიდის სახლში ჰოლივუდ ჰილსში მიყავს. სახლში შესვლის შემდეგ ბრალდებული რამდენჯერმე დანას ურტყამს მსხვერპლს მუცლის არეში. უზიანებს ღვიძლს და ასევე გულ-მკერდის არეს. და ძალიან საინტერესო ფრაზა წერია ბრალდების წერილში. ელოდება სისხლისგან როდის დაიცლება. რაც საინტერესო დაწერილი სიტყვა. ეს შეიძლება მივთქვა ეხა პოდკასტის ტექსტში, მაგრამ საინტერესო ბრალდების წერილში უწერია პროკურატურას, იმიტომ რომ მე სპეკულაცია დაიწყო, რომ ალბათ ვიდეო მასალა აქვთო. ალბათ დევიდმა ვიდეოზე ჩაწერა ეს ყველაფერია. რო ვიდეოზე ჩანს, როგორ დგას დევიდი და ელოდება სელესტის სისხლისგან როდის დაიცლება. არ მგონია რომ ეგ მასალა გქონდეთ. არ მგონია რომ ეგ მასალა რო გქონდეთ, შვიდ არ დაგვიანდებოდა დევიდის დაჭერას. ჩემი აზრით უბრალოდ ასე ვთქვათ, სიტუაციის ასახწერად გამოყენებული წინადადება, რაც მთლად იურიდიული ენა არა, მაგრამ შემიძლია წარმოვიდგინო ალბათ ეგრეც იყო. 10 საათსა და 30 წუთზე ბრალდებული SMS უგზავნის სელესტს კითხვით სათხარ. ანუ სელესტის ტაქსიდან, უბერიდან ჩამოსვლიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ყველაფერი დამთავრებული იყო. და მაშინვე უკვე იწყებს კვალის დაფარვის გეგმის გააქტიურებას ამ SMS-ით, რომ აი არ იცის სადაა სელესტი და ნერვიულობს და განიცდის და წერს. შემდეგ სანტა-ბარბარაში მიდის მანქანით, მსხვერპლის პირადი ნივთების დასანადგურებლად და ძალიან საინტერესო რომ თავისი თესლათი მიდის, რომელიც ელექტრომანქანაა და ციფრულად ინახება ყველაფერი მანქანაში, ყველა დეტალი. და სანტა-ბარბარა საკმაოდ შორსაა ჰოლივუდიდან. გააჩნია დღის რა მონაკვეთში მიდიხარ, მაგრამ მანქანა დაახლოებით 2-3 საათი უნდა იანგარიშო. დადასტურებულია, რომ სელესტის მკვლობის შემდეგ სამჯერ იყო სანტა-ბარბარაში, როგორც გითხარით, თესლა ყველა ინფორმაციას ინახავს და იწერს ციფრულად. და ეს არის საკმაოდ იზოლირებული გზა. ანუ ბევრი იზოლირებული გზის მონაკვეთია ავტობანზე, სადაც სამანქანო გზა გადის, მაგრამ ხალხი თითქმის არ მოძრაობს. და რამოდენიმე კვირის შემდეგ ისე უბრუნდება იმავე ადგილას და შემდეგ კიდე მაისის ბოლოს. ანუ სულ სამჯერ იყო სანტა-ბარბარაში თავისი მანქანით სელესტის მკვლობის შემდეგ. და საინტერესო ფაქტია, რომ რამოდენიმე თვის შემდეგ სელესტის პასპორტს პოულობს პოლიცია სანტა-ბარბარას ავტობანზე, გზის პირას. როგორც ჩანს, სელესტის პირადი ნივთები იქ მოიშორა. მე ვფიქრობ, რომ სხეულის ის ნაწილებიც, რომლებიც მანქანაში ვერ იპოვეს, ანუ ბეჭდის თითი ტატუთი, მე ვფიქრობ, რომ ერთ ასეთ გზაზე, არ ვიცი, ყველაფერს ერთად არ წაიღებდა, ხო, მაშინ სამჯერად უწავიდოდა. ან შეიძლება პირველ ორჯერ ვერ მოახერხა რაღაცა სიტუაციის გამო. ყოველ შემთხვევაში, ესე სავარაუდოდ შეიძლება ნაწილ-ნაწილ გზის სხვადასხვა მონაკვეთზე რომ ყველაფერი ერთად არ მოიშორებინა. მე ვფიქრობ, რომ სხეულის ნაწილები, რომლებიც მანქანაში ვერ იპოვეს, ასევე სანტა-ბარბარაში სადღაც გზის პირას მოიშორა. იმ ღამეს 23 აპრილს 12-ის ნახევარზე უკვე გზაშია და თან აგრძელებს სელესტისთვის შეტყობინებების გაგზავნას სათხარო, რაც რით ვერ ისწავლეს ვითომ ჭკვიანმა დამნაშავეებმა, რომლითაც სავსეა ციხეები ასეთი ჭკვიანი დამნაშავეები. SMS-ების გაგზავნა ვითომ კვალის დაფარვის მისნით, რომ აბა სათხარ და გამთენიისას ბრუნდება სახლში, უკვე 24 აპრილი გვაქვს და იმავე დღეს ერთ-ერთ რადიოს ინტერვიუს აძლევს ახალი ალბომის გამო, რომელიც, როგორც ვთქვით, შემდეგ დღეს გამოდის, ანუ ასე ვთქვათ, ცხოვრების რეჟიმს უბრუნდება და 26 აპრილიდან სელესტისთვის მიწერასაც წყვეტს. რაც, ანუ ორი დღე ნერვიულობდა სელესტზე, მერე აღარ. წესით ხო 2 დღის მერე უნდა დაიწყო წესით ნერვიულობა, 2 დღე თუ არ გამოჩნდა ადამიანი. ეს 2 დღეში წყვეტს ნერვიულობას. და სხვათა შორის ინტერნეტ თეორიებს და სპეკულაციებს რომ დაუბრუნდეთ და პარალელი გავავლოთ კიდევ ერთ ფაქტთან, რომელსაც პროკურატურაც ადასტურებს თუ თარიღებს შევადარებთ, რომ ეს 24, 23, 25 აპრილები ამ დღეების TikTok-ის ლაივებს და ვიდეოებს აკვირდებიან კიდევ ერთხელ ინტერნეტში იუზერები, სადაც ჩანს, რომ დევიდს მარჯვენა ხელის გულზე აქვს ჭრილობა, ახალი ჭრილობა. რომელიც ჯერ კიდევ ვარდისფერი რო არის ხოლმე ჭრილობა ახალ შეხორცებას რო იწყებს, აი ეგეთი, რომელსაც წითელი ტარტუ აქვს ზემოდან გაკეთებული, რაც ჯვარის ფორმით. სპეკულაცია, რაც ინტერნეტში ვნახე ამ თემაზე არის, რომ ცნობილი ფაქტია, რომ დანის გამოყენებით მკვლელობისას ხშირად ხდება, რომ შენ თვითონ იზიანებ ხელს დანაზე. და არის სპეკულაცია, ბევრი ამბობს, რომ ზუსტად ეს მოხდა და ამის დაფარვას ცდილობს ამ ახალი ტატუთი. და 26 აპრილს უკვე ნიუ-იორკშია, სადაც კონცერტი აქვს და თავისი სიმღერის Afterlife-ის მღერის დროს ტირილს იწყებს. ბრალდების წერილში წერია, რომ 1 მაისს იღებს Amazon-ის ამანატს შეკვეთას, რომელიც შეიცავს
კადაბაბექს, ანუ ცხედრის ჩანთას, გასაშლელ კი არა და გასაბერ აუზს და ორცალ ელექტრო ხერხის ჯაჭვს კბილებს, რასაც ეძახიან. ბრალდების მხარეს სჯერა, რომ მან 5 მაისს დაანაწევრა სელესტის ცხედარი სახლის გარაჟში. ანუ 23 აპრილიდან 11-12 დღე არ ვიცით ჯერ სად იყო გვამი, ალბათ სახლში. მგონია რომ იმ სააბაზანო შეიგახსოთ ის ლაივი, კიდევ ერთხელ შედარება რომ გავაკეთოთ ინტერნეტ თეორიებთან, ეს 4 ივლისის ლაივი საპირფარეშოდან სუნი რო ვერ გაყავთ და მთელი წერები და ეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ის სააბაზანოა, სადაც ეს 11-12 დღე ცხედარი, სელესტის ცხედარი ქონდა დამალული და ასეთი სუნის გაყვანა შემდეგ ესეთი იული თემა არ არის. ამიტომ ეს სპეკულაცია ჯერჯერობით ასე დეტალურად არ არის ბრალდების წერილში ეს აღწერილი სად იყო ეს 11-12 დღე ცხედარი რას ფიქრობენ, მაგრამ მოდი ემთხვევა ზუსტად იმ ფაქტს, რაც იქ ლაივში ჩანს, ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მართლა იმ სააბაზანოში. და 5 მაისის შემდეგ გადააქვს ცხედარი თესლას საბარგულში. მე როგორც ხვდები, ბოლომდე ვერ შეძლო გვამის დანაწევრება ან ფიზიკურად, ან შეიძლება მენტალურადაც არ ვიცი რა რაოდენობის ნარკოტიკი თუ მოსაწევი არის საჭირო, რომ ასეთი საქმე ბოლომდე მიიყვანო. ვფიქრობ რაღაც მომენტში შეწყვიტა და უბრალოდ ყველაფერი საბარგულში გადაიტანა ერთად. მე ვფიქრობ, რომ აპირებდა, რომ ესე ცალ-ცალკე თუ შემდეგ სადღაც რაღაც დროს ერთიანად სადმე გზის პირას დაეტოვებინა სელესტის ცხედარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ უბრალოდ ვეღარ შეძლო ფიზიკურად, ან შეიძლება დროც არ იყო. თუმცა ფაქტია, რომ ეს გასაბერი აუზი, რაც ამაზონზე შეუკვეთა, გამოიყენა, რადგან ეს ლურჯი გასაბერი აუზის პლასტმასის ნაწილაკები აუტოპსიამ სელესტის სხეულში იპოვა. ელექტროხერხს რაც შეეხება, ეგ არაა სხვათა შორის ნახსენები ბრალდების წერილში. მე ვფიქრობ, რომ არც გამოუყენებია. არ ვიცი, ვნახოთ. ეგეც გაირკვევა. 13 მაისს უკვე მალაიზიაშია თავისი საერთაშორისო საკონცერტო ტურის გამო და მანქანა რჩება სახლის წინ დაპარკირებული. 7 ივლისს ასევე ამაზონზე უკვეთავს Burning Cage, რასაც ეძახიან, არ ვიცი ამისი ახლა სპეციალური სახელიც ქართულში თუ არის რამე, ეს არის მეტალის ნახრეტებიანი, ნასვრეტებიანი კონტეინერი, რომელიც შეგიძლია როგორც გაზზე, ისე ელექტროენერგიაზე ჩართო და ეზოში დადგა და რაღაცეების დასაწვავად გამოიყენო. სავარაუდოდ სელესტის იმ ნივთების, რომლებსაც ესე ვერ მოიშორებდა სადღაც სანტა-ბარბარაში, ან იმ ნივთების, რომლებიც სელესტს მასთან ჰქონდა სახლში, წელიწად ნახევარი ცხოვრობდა ბოლო-ბოლო იქ. ხოთა შორის იმდენად არის დაკავშირებული ახლა მეტალის ამ მეტალის რაღაცასთან სელესტის და დევიდის სახელი, რომ დავგუგლე, რომ ფოტო მქონდა, რომ თქვენთვის მეჩვენებინა. ფოტოების პირველ ათეულში ალბათ ამომიგდო, რაცა ფოტოკოლაჟივით ეს ნივთი, სელესტი და დევიდი ერთ ფოტოზე. იმდენად არის დაკავშირებული ამ საქმესთან ახლა ეს Burning Cage-ები. 29 ივლისს თესლა ბოლოჯერ იყო მოძრაობაში ლოს-ანჯელესში ძალიან მკაცრი წესებია სხვათა შორის პარკინგზე. ასე თვეები ერთ ადგილზე ვერ გააჩერებ მანქანას. მით უმეტეს ტექსასის ნომრებით. თუ 29 ივლისს ბოლოჯერ გამოძრავეს მანქანა, ასე ვთქვათ, მთელი აგვისტო იდგა მანქანა ერთსა და იმავე ადგილზე. დევიდი ტურში იყო და მეზობლები პარკინგის კომპანიას ურეკავენ და საჯარიმოზე გადაყავთ მანქანა. მაგრამ საინტერესოა, რომ პირველად რომ მოდიან და ამოწმებენ, ან პირდაპირ არ მეყავთ მანქანა, პირველად მოდიან, ამოწმებენ მანქანას და სპრეით ნიშნავენ. და ერთი კვირის შემდეგ ისე უბრუნდებიან, რომ გადაამოწმონ, გამოძრავდა თუ არა მანქანა და მერე მიყავთ სადგომზე. და საინტერესოა, რომ პირველად რომ მოდიან, ჯერ ვერ გრძნობენ სუნს, რის გამოც შემდეგ საჯარიმო სადგომზე თანამშრომლებმა პოლიციას დაურეკა. ანუ რამოდენიმე კვირაში ისე უარესდება, 2 თუ 3 კვირის შემდეგ ისე უარესდება სიტუაცია, რომ შემდეგ იქ თანამშრომლები ურეკავენ პოლიციას თვითონ საჯარო ავტოსადგომიდან. ასევე ბრალად ედება 14 წელზე პატარა ახალგაზრდა ბავშვის სექსუალური ექსპლუატაცია ზუსტად 2023 წლის 7 სექტემბრიდან 2024 წლის 7 სექტემბრამდე. ზუსტად ამ ერთ წელს ეხება ბრალდება, როცა სელესტი 13 წლის იქნებოდა. ვიცი, ძალიან სპეციალური გადაწყვეტილება, მაგრამ ამასაც თავისი მიზეზი აქვს კალიფორნიის შტატში, რადგან 14 წელზე ქვემოთ ასაკი კალიფორნიაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად ითვლება. ანუ მხოლოდ იმაზე კი არ უნდათ რომ გაასამართლონ, რომ არასრულწლოვანთან ჰქონდა ურთიერთობა, რაც მხოლოდ რა ეხა, ძალიან მძიმე დანაშაულია უკვე, რა თქმა უნდა, მაგრამ 14 წელზე ქვემოთ უკვე დამამძიმებელი გარემოებაა და კალიფორნიის შტატში თუ მსხვერპლი 14 წელზე ქვემოთ იყო, პროკურატურას არ სჭირდება
არ ვიცი, იმედია სწორად ვთანხმდი, თანხმობის უარყოფა, ანუ სელესტი, რომც დასთანხმებოდა სექსუალურ ურთიერთობას დევიდთან, მისი ინიციატივაც რომ ყოფილიყო. რა სიტუაციაც არ უნდა თქვას დაცვის მხარემ, დევიდის მხარემ. მაინც დანაშაულია. ნებისმიერი საპირისპირო არგუმენტი დაცვის მხრიდან, სელესტი ფინანსურად სარგებლობდა ამ ურთიერთობიდან, თვითონ მოდიოდა დევიდთან, სულ ერთია. არც ერთი არ ითვლება პატილდება. ისიც კი არ ითვლება, თუ დევიდი იტყვის, რომ მე მეგონა 18-ის იყო. მითხრა 18-ის ვარო, პირადობა მაჩვენა, სადაც ეწერა რომ 18-ის ვარო. ამან შეიძლება გაჭრას ასეთ სიტუაციაში, არ ვიცი, 17-ის ყოფილა და მითხრა 18-ის ვარ, მაგრამ არა 13-ის ყოფილა და მითხრა 18-ის. ამიტომ ეხებიან სპეციალურად ამ ერთ წელს. და ბრალდების მესამე მუხლი გვამის დასახით შრება, რაც ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ თუ დაცვის მხარე შეძლებს როგორმე დაამტკიცოს, რომ დევიდს არ მოუკლავს სელესტი, რომ არ ვიცი მაგალითად დოზის გადაჭარბება იყო და დევიდმა მერე შიშის გამო გვამი გადამალა, უკვე მთლიანად ცვლის ეს საქმეს და რამოდენიმე წლიან სასჯელზე ჩამოვდივართ სიკვდილით დასჯიდან სამუდამოდან. ამიტომ აუტოპსიას ელოდნენ ძალიან იმის დასამტკიცებლად, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო სელესტიო, დაცვის მხარე. ტოქსიკოლოგიურმა ტესტმა ალკოჰოლი, ეთანოლი და მენფიტამინი კი აჩვენა სისხლში, მაგრამ ეს გვამის დაშლის პროცესში ნორმალურია. ეს არ ნიშნავს, რომ ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო სელესტი. არ ვიცი, ნახოთ შეძლებს თუ არა როგორმე რაღაცა მხრივ შემოაბრუნოს ეს აუტოპსიის დასკვნა დაცვის მხარემ, მაგრამ მეეჭვა. ამ წლის მაისში დაიწყო წინა საპროცესო მოსმენები, რაც ასევე დამატებითი საფეხურია. წესით შეიძლება დიდი ნაფსმსაჯულების კოლეგიის გადაწყვეტილებით პირდაპირ პროცესზე წასვლა, მაგრამ წინა საპროცესო მოსმენებიც აქვს. ეს არის პროცესები, სადაც ბრალდებამ უნდა წარადგინოს ძირითადი მტკიცებულებები, ბრალდება გაიარონ სრულად, მოსამართლეს წარუდგინონ ეს ყველაფერი და მერე უნდა გადაწყდეს იქნება თუ არა სასამართლო პროცესი. მაგრამ რადგან ნაფსმსაჯულების კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ იქნება, მგონია რომ წინა საპროცესო სხდომებზე რამე შეიცვალოს, მაგრამ მაინც საინტერესოა ეს წინა საპროცესო მოსმენები, იმიტომ რომ კიდევ რაღაცა დეტალები ირკვევა, რაც აქამდე არ ვიცოდით. დევიდმა, როგორც გითხარით, ოქტომბრის ბოლოს აიყვანა ადვოკატი, ბლია ბერგი. ბევრი ვარსკვლავი კლიენტი ყავს, ლეონარდო დიკაპრიო, ჰეილი ბერი, კინი ვესტი. საინტერესო ქალია. რამოდენიმე ინტერვიუ შემხვდა მისი Reddit-ზე, განიხილავდნენ. ერთში ამბობს, რომ თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხარ, უნდა განაცხადო მაშინვე. 20 წელი რომ იცდიან, იმიტომ რომ მაშინ უბრალოდ არ უნდათ საჩურის დაწერა, ეგაა დიდი პრობლემა. არ მგონია რომელიმე ქალმა უბრალოდ იმიტომ რომ ხასიათზე არ იყო ძალადობის შესახებ მაშინვე არ განაცხადა. ძალიან ბევრი ოჯახური თუ სოციალური ფაქტორია, რის გამოც ქალმა შეიძლება ვერ და არ განაცხადოს მსგავს სიტუაციაში და წესით ასეთ ძვირად ღირებულ და წარმატებულ ადვოკატს თვითონ ქალს ეგ უკეთ უნდა ესმოდეს. არ ვიცი. რაღაცნაირად ესეთ განცხადებებს აკეთებს. ალბათ იმიტომ რომ სულ ასეთი პოპულარული კლიენტები ყავს, სულ რაღაცა მსგავსი პრობლემები და სიტუაციებით, ამიტომ ხო იცით, არც წვავს და არც შამპურს დაახლოებით ეგეთი სიტუაცია არ ჩემი აზრით. მოგვიანებით დევიდის ადვოკატების გუნდს მერლინ ბედნარსკი შეუერთდა, რომელიც სპეციალურად სიკვდილით დასჯის საქმეებზე მუშაობს, რაც თუ ბრალდებები დაუმტკიცდა დევიდს სიკვდილით დასჯა ემუქრება კალიფორნიაში, როგორც გითხარით. საქმეზე დანიშნული მოსამართლე არის შარლინ ოლმედო, ყოფილი პროკურორი, რაც წავიკითხე ძალიან მკაცრი და კარგი რეპუტაციით. კამერები არ უყარსო სასამართლო დარბაზშიო. ეს წესით შტატის საქმეა, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ლაივში გადაიცემოდეს პროცესი, რაც მაგალითად ფედერალურ დონეზე, ვისაც წინასწარ ვიცი, რომ კამერები არ იქნება სასამართლო დარბაზში, მაგრამ შტატის დონეზე კიდე არის მისი შანსი რომ იყოს, მაგრამ არ უყარსო კამერებიო, ამიტომ არ ვიცი, რომ იქნება თუ არა ლაივი, მაგრამ თან ისიც არის, რომ არასრულწლოვანის საქმეა. ამიტომ საერთოდ არ გამიკვირდება, რომ მაქსიმალურად კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით მიუდგეს ამ ამბავს. წინა საპროცესო მოსმენებზე იყო ვიდეო ჩაწერა, ბევრი რაღაცა ვნახე, ბევრი დრო არ მქონდა სამწუხაროდ ყველაფერს ვერ მივყევი, მაგრამ არსებობს წინა საპროცესო სხდომების მოსმენების ჩანაწერები. ბრალდების მხრიდან პროკურორის მოადგილე, ვინც საქმე წარადგინა, არის ბეთ სილვერმანი. ძალიან კარგად იყო მომზადებული. მე ვფიქრობ, რომ ბრალდებას საკმაოდ ძლიერი საქმე აქვს.
ნახოთ რამდენის დამტკიცებას შეძლებენ სასამართლო დარბაზში. ამაზე სხვადასხვა ოლქის პროკურორმაც გააკეთა კომენტარი. ამიტომ გაიწერა ზუსტად ამდენი ხანი, ამდენი დრო, იმიტომ დაგუჭირდაო, რომ როცა მოწმის და ყველობის იარაღის გარეშე მიდიხარ სასამართლო დარბაზში, სხვანაირი მომზადებაა საჭირო საქმისთვისო და სწორიცაა. Բոլ ჩანსის დანა, ანუ ყველობის იარაღიც არ აქვთ. ცოცხალი მოწმეც არ ყავთ, ამიტომ რა თქმა უნდა სხვანაირი მომზადებაა ასეთ დროს. და ბეცილორ მანიც საკმაოდ ძლიერად მუშაობს. სხვათა შორის საინტერესო მომენტი იყო, რომ როგორც გითხარით TMZ და ყვითელი პრესა ხო ჰოლივუდში ვართ, ხო 24/7 არიან, ეხა ეგენ ესეთ სასამართლო შენობებში ჩასაფრებული, რომ აბა რომელი სელებრიტი გამოჩნდება სასამართლო დარბაზში. ნუ რა თქმა უნდა ეს სხდომები დიდი ნაფსმსაჯულთა კოლეგიის სხდომები, რა თქმა უნდა ხურულია და არც კამერა და აუდიო და არაფერი, მაგრამ სასამართლო შენობაში ხდება. რაც ვფიქრობ, რომ საინტერესო, შეიძლება დარბაზში არ გიშვებ, მაგრამ დერეფაში ხო ხედავ ვინ შედის და ვინ გამოდის და დაკითხვაზე ვინ იყო. ანუ მე არ ვიცი რატო სხვა ადგილას არ ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ რა თქმა უნდა ყველა მაშინვე გაიგო, რაზე იკრიბებოდა ეს ჟიური და კოლეგია და ვის საქმეს ეხებოდა ეს ყველაფერი. ატია გამოაქვეყნა TMZ, რომ უსმენდნენ ერთ-ერთი ჟურნალისტი შეესწრო სასამართლო შენობის დერეფანში ამ სხდომიდან გამოსულ დევიდის მენეჯერს, რომელიც ძალიან გაბრაზებული გამოვარდა თურმე ამ დაკითხვის დარბაზიდან და ძალიან გაბრაზებული იყო ბეთზე, ანუ პროკურორის მოადგილეზე, ბრალდების მხარე, ვინც წარადგინა, რომ ესე იგი გამბურღა კითხვებითო დაახლოებით ესეც ის იყო, რომ აიო უნდოდაო, რომ აუცილებლად გამეცა პასუხიო, ეს 13 წლის გოგო 24/7-ზე რომ თქვენს გარშემო იყო და 24/7-ზე დევიდის გარშემო იყო და უცებ ჰაერში აორთდა, რატომ არავინ არ იკითხა, სად გაქრა და პოლიციას რატო არ დაურეკეთო. ამაზე შეწუხდა. მეთქი ჩემს სასამართლო პროცესი არ დაწყებულა. ანუ რო წარმოიდგინოთ როგორი ტიპის ხალხთან გვაქვს საქმე, პასუხი ამისი რა იყო, იცით რა უპასუხია, რომ მე ვუთხარიო, რომ მე როგორც დევიდის მენეჯერს მისი ტურის უზრუნველყოფა მევალებოდა. ანუ ჩემი ერთ-ერთი საზრუნავი ფული იყო. დევიდს ტელეფონში ჰქონდა სექსუალური სახის, რასაც მოდით თავისი სახელი დავარქვათ, არასრულწყოვნების პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეო მასალები, ასევე სელესტის მონაწილეობით, როცა სელესტი 13 წლის იყო, მაგ პერიოდიდან მოყოლებული, საერთო ჯამში პროკურატურის თქმით 40 ტერაბაიტი მასალა აქვთ დევიდის iCloud-დან. ყველაფერი ერთად. რაც მინდოდა რამე შედარება მეპოვა, რომ თქვენთვის ამეხსნა რა მოცულობის მასალაზეა საუბარი და ChatGPT-ს ვკითხე, რომ რამდენი HD ხარისხის, ესეთი მაღალი ხარისხის ფილმი იქნება, დაეტევა 40 ტერაბაიტში თქო და დაახლოებით 2 საათიან ფილმს თუ ავიღებთ HD ხარისხით 1000 ფილმიო. ანუ გვაქვს ვიდეოები, აუდიოები, ფოტო მასალა, არ ვიცი, მოგეთ საკმაოდ დიდი მასალა, რომლის დამუშავებაც ესეთი იოლი არ იქნება. ამიტომ ჯერა რომ მინიმუმ 2 წელი მაინც, რომ საერთოდ სასამართლო პროცესამდე მივიდეს საქმე, იმიტომ რომ ჯერ ეს მესამე მხარემ უნდა გააკონტროლოს ეს ვიდეო, ანუ ეს მასალა, რაც აქვს, ჯერ მესამე მხარემ უნდა გააკონტროლოს, რომ პროკურატურა თვითონ დაიწყებს ამ საქმე, ამ მასალის განხილვას, რომ რამე ისეთი არ იყოს, რამე ისეთი არ გახსნან უცებ, რაც ადვოკატის და კლიენტის უფლებებს დაარღვევს მაგალითად. მეილები, მიმოწერები დევიდს და მის ადვოკატს შორის, ანუ ჯერ მესამე მხარემ უნდა გაიაროს ეს ყველაფერი, სანამ პროკურატურას მიეცემა უფლება, რომ თვითონ გაიაროს ეს ყველაფერი და შემდეგ დაცვის მხარესაც უნდა მიეწოდოს ეს ყველაფერი, რომ მე დაცვის მხარემ უნდა გაიაროს ეს ყველაფერი. არის, ჩემს 2028 ალბათ, თუ მივედით სასამართლო პროცესამდე, ალბათ 2028 იქნება ყველაზე ახლო თარიღი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მივალთ სასამართლო პროცესამდე, არ მგონია რომ შეთანხმებას მიაღწიონ, იმიტომ რომ არ ვიცი რა უნდა კონდეს დევიდს, რა უნდა შესთავაზოს დევიდმა ახლა პროკურატურას, რომ პროკურატურა დათმობაზე წავიდეს და შეთანხმება შესთავაზონ და უფრო მსუბუქი სასჯელი შესთავაზონ. არ მგონია. ის სასჯელი და პირობები კიდე რასაც პროკურატურა შესთავაზებს, არც დევიდს ძალიან თუ არ გაუჭირდა ახლა 2028-მდე ციხეში, არ მგონია რომ დასთანხმდეს. არ ვიცი, შეიძლება კონდეს კიდეც რაღაცა ისეთი, რომ დაიდოს კიდეც გარიგება, მაგრამ მაგასაც უნდა დავავალოთ, ნახოთ. ის რაც ბრალდების წერილში პირდაპირ არის ნახსენები და ვფიქრობ ძალიან საინტერესო მომენტია არის ის, რომ დევის სელესტი ტექსასში თავისი მშობლების სახლში ყავდა ჩაყვანილი, რაც ანუ ოჯახში არავის არ გაუჩნდა კითხვა ეს 14 წლის ბავშვი აქ რას აკეთებსო? თან გაითვალისწინეთ, რომ დედამისი სკოლის მასწავლებელია. სელესტის ასაკის ბავშვებთან ხარ მთელი დღე და იმას ვერ ხვდები ეს ბავშვი რამდენი წლის იყო? თან ბოდიში, მაგრამ ძალიან ირონიული მგონია, რომ დევიდი სკოლიდან გამოიყვანეს და სახლში ასწავლიდნენ, ჰომსკულინგი ჰქონდათ, რადგან სასკოლო სისტემას არ ენდობიან თუ არ მოსწონთ და
ამ დროს შენ თვითონ მასწავლებელი ხარ და სხვის შვილებს ასწავლის სკოლაში? მამამისი ადვოკატია. დევიდის მამა ადვოკატია. ეთყობა იმიტომ იყო 7 თვე გამქრალი და ხმას არ იღებდა, იმიტომ რომ კარგად დაარიგეს, რომ ასეთ სიტუაციაში ხმარ უნდა მოიღო. არ ვიცი რომ შეგიდა რომ დევიდის ბევრი მეგობარი გამოვიდა სხვათა შორის და ამის შემდეგ და თქვენს რომ ეცი რანაირი კავშირი არ გვაქვს დევიდთან და არ ვიცოდით და კი რა თქმა უნდა სხვა ფართებზე და დევიდთან სახლში შევფხვედრია სელესტი, მაგრამ ჩვენ ვიცოდით რომ სელესტი არის სტუდენტი და 19 წლისა. რაზეც ეცი რა შემიძლია წარმოვიდგინო რომ აი ფართი მოსაწევი დასალევი რაღაცა ღამის განათება ის და ადამიანს ესე არ მიეშტა სახეში აბა 14-ის ხარ თუ 19-ის, მაგრამ შენთან სახლში სტუმრად მადლიერების დღის ვახშამზე მასწავლებელმა ქალმა ვერ მიხვდი ვერ გაარჩია ბავშვი 14 წლისა თუ 19-ის. ასევე ძალიან საინტერესო მომენტია და არც ერთი სულ მაქვს ეს როდის გაირკვევა სასამართლო დარბაზში. ბრალდებაში წერია რომ ლონდონში ახლდა სელესტი დევიდს, რამაც დიდი აგრესია გამოიწვია სელესტის ოჯახის მიმართ, რომ პასპორტის გარეშე არასრულწლოვანი ლონდონში ვერ გაფრინდებოდაო და თან მაგისთვის ორივე მშობლის ხელმოწერა იქნებოდა საჭირო და ეგ როგორო. და აქ იშლება შემდეგი თეორია და სპეკულაცია, რომ დევიდი სელესტის ოჯახს ფულს უხდიდა, რომ ჩუმად ყოფილიყვნენ. ან მეორე ნაწილი ამბობს, რომ კერძო თვითმფრინავით და ყალბი პასპორტით ყველაფერს გააკეთებდა, ყველგან წახვალ და ყველაფერს შეძლებ, რაც მეეჭვება ცოტა ეგ ამბავი. სელესტის ოჯახი აცხადებს, რომ არასდროს არაფერი მსგავსი არ მომხდარა, არ დაკავშირებია მათ დევიდი და არაფერი საერთო არ აქვთ მათთან და უარყოფენ ამ ყველაფერს. ძალიან მაინტერესებს პასპორტის დამზადების თარიღი. მე ვფიქრობ, ეგ იქნება გადამწყვეტი მომენტი. რა ასაკში აიღო სელესტიმ პასპორტი, იმიტომ რომ ემიგრანტების ოჯახია. სელესტის მამა, როგორც ამბობენ, საკმაოდ ხშირად იყო მექსიკაში. ხშირად მიდიოდა და მოდიოდა საზღვარზე. ანუ თავისუფლად შეიძლება რომ ემიგრანტების ოჯახს ყველა წევრს ბავშვებსაც პასპორტი ქონოდათ და ეს საერთოდაც არ ყოფილიყო დაკავშირებული დევიდთან, ხო? ამიტომ ძალიან მაინტერესებს როდის გაირკვევა ეს ფაქტი, როდის დამზადდა პასპორტი. დევიდს სხვათა შორის პატარა და-ძმა ყავს. მისი და დაახლოებით სელესტის ასაკის რაც ამ სიტუაციას კიდევ უფრო გულის ამრევს ხდის. ამ საქმემ გარკვევა რომ დაიწყო სექტემბერში გამოწერა გაუქმა დევიდს ინსტაგრამზე და სტატუსი ქონდა ინსტაგრამზე რომ ყველა პედოფილი და მოძალადე უნდა მოკვდესო. მერე განაცხადა რომ 15 წლის ვიყავი სელესტს რომ შევხვდი პირველად და არ ვიცოდი არასრულწლოვანი თუ იყო, რაც 15 წლის თინეიჯერებიც შემიძლია უფრო დაუჯერო რომ არ იცოდა ზუსტად სელესტის ასაკი ვიდრე მის მშობლებს იურის და სკოლის მასწავლებელს. სახლის მეპატრონეები, სადაც მკვლობა მოხდა, შოკში არიან. ეს ხალხი ამერიკაშიც კი არ ცხოვრობენ. ის კერძო დეტექტივი დაიქირავეს სიტუაციის გასარკვევად, რომელიც ძალიან საინტერესო კაცია. რამდენიმე ინტერვიუ მოვისმინე მისი. ძალიან არის ჩართული ამ საქმეში, ძალიან ბევრს ლაპარაკობს, ძალიან ბევრი ინტერვიუს იძლევა. სახლის და გარაჟის ფოტოებს აქვეყნებს, ინტერვიუები, ძალიან უნდა დაამტკიცოს, რომ მკვლობა მოხდა სანტა-ბარბარაში და არა სახლში, გარაჟში. როგორც ჩანს მალე გამოიტანენ ამ სახლს გასაყიდად. არ მგონია ხემ ოჯახმა ცხოვრება გადაწყვიტოს და მე ვფიქრობ, რომ ოჯახმა სთხოვა, რომ იქნებ როგორმე შემოვაგდოთ თემა, რომ სანტა-ბარბარაში მოხდა მკვლობა და არა სახლში და გარაჟში, იმიტომ რომ სახლის გაყიდვა შეძლონ. ისიც კი მოყვა, რომ რამოდენიმე თინეიჯერი არასრულწლოვანი გოგოს წერილები მაქვს, მეილებიო, სადაც წერია, რომ მათაც წერდა დევიდიო. არ ვიცი რამდენად სიმართლეა, იმედი მაქვს, რომ უკვე პოლიციასთან არის ეს მეილები და საქმე შიდევს და შევხვდება სასამართლო პროცესზე თუ არის სიმართლე, მაგრამ მოკეთ ძალიან ცდილობს, რომ სახლიდან გადაიტანოს როგორმე ყურადღება. ამჯერად დევიდი წინასწარ-პატიმრობაში რჩება. თავიდან დაცვის მხარეს უნდოდა რომ რაც შეიძლება სწრაფად წასულიყო საქმე. რაც შეიძლება სწრაფად წასულიყო საქმე და ცოტა წინა საპროცესო მოსმენაზე ცოტა განცხადება ქონდათ რა პროკურატურის მიმართ, რომ ესა აჭიანურებენ საქმესო. და აქეთ პროკურატურა როგორ გეკადრებათო და მაშინვე გაასაჯაროეს ბრალდების წერილი. ამაზე კი დაცვის მხარე, ეგრე არაო. ეგრე არ გვინდაო. ესო ძალიან ცნობილი საქმეა, რომ მოსამართლესთან დაიჩილა მერე დევიდის ადვოკატურა. ესო ძალიან ესეთი საქმე არისო. დევიდი ძალიან ცნობილია, მთელი ინტერნეტი ჩვენ გვიყურებსო და ასეო ცალმხრივად დაწერილი ბრალდების წერილიო ნეგატიურ გავლენას შექმნის დევიდის გარშემო და ინტერნეტში ნეგატიური გავლენა შეიქმნება დევიდზე. მოსამართლე უყურებს, რას გულისხმობთ ცალმხრივად დაწერილ ბრალდების წერილში? ორმხრივად დაწერილი ბრალდების წერილი რას? ბრალდების მხარე, რა თქმა უნდა, ცალმხრივ თავის მხარეს ჩამოაყალიბებს და დაწერს ბრალდებაზე ისაუბრებს, რა თქმა უნდა. მეორე მხარე ხართ თქვენ და თქვენი მოვალეობა იქნება, რომ შემდეგ დააბათილოთ ეს ყველაფერი.
მოკეთ უნდათ რომ ან ეს ყველაფერი ხეს ინფორმაცია მე თქვენ რაც მოგიყევით და რაც გაჩვენეთ ფოტოები არის ამ ბრალდების წერილიდან და ანუ ამისი გასაჯაროება არ უნდათ ასე ადრე ეტაპზე მაგრამ მოსამართლე მარაო ჩვენ ჰოლივუდში ვართო და აქ ყველა მეორე ვინც ჩემს დარბაზში სასამართლო დარბაზში შემოდის რაღაც ფორმით ცნობილი ვარსკვლავი არისო და არ ვუშვებ მაგ მხრივ გამონაკლისს ყვები აუცილებლად ამ საქმეს წინა საპროცესო მოსმენებსაც და community-ის პოსტზე აუცილებლად მოგაწვით ინფორმაციებს როგორც ოპერის რომანის საქმეზე როცა განაჩენი გამოიტანა სასამართლომ გაგიზიარეთ მაგ სიახლის შესახებ აქაც რა სიახლეებიც იქნება ამ საქმეზე მაგის შესახებაც აუცილებლად დაგიტოვებთ მანდ ინფორმაციებს როგორც გითხარით სასამართლო პროცესს ჯერ არ ველოდები მაგრამ თუ მივედით მაგამდე მე ვფიქრობ რომ მივალ შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ მეორე ნაწილს ამ ვიდეოსი არ მგონია რომ ასეთი გრძელი ვიდეო გამოვიდეს მაგრამ ყოველ შემთხვევაში სასამართლო პროცესი მიმდინარეობა დაკითხვა სასჯელი ამის შესახებაც როცა მივა საქმე მაგამდე სიამოვნებით გავაკეთებ ვიდეოს მეორე ნაწილსაც ვიღაცას ეწერა ვეღარ ვიპოვეს კომენტარი შემდეგ რომ სკრინი გამეკეთებინა მაგრამ აი 100%-ით ვეთანხმები პირდან გამომართვა სიტყვა მართალი რო გითხრათ ვიღაც წერდა რომ ეხლა ყველა როგორი აღშფოთებულია ეხლა დევიდის ყველა სიმღერის სტროფს ხო შიფრავენ და აქეთ მასწავლებლები და იქეთ ოჯახი და ეხლა ხო ყველა აღშფოთებულია მაგრამ ეს ყველაფერი სანამ გვამს სუნი არ აუვიდა არავინ არ გააკეთა რაც როგორი ამაზრზენია როგორ ამაზრზენად ჟღერს ეხა ეგ წინა დადება მაგრამ 100%-ით მართალია სანამ რეალურად რაღაცის შეცვლა შეიძლებოდა და გოგოს გადარჩენა შეიძლებოდა არც პოლიციის მხრიდან არც სკოლის მხრიდან სამწუხაროდ არც ოჯახის მხრიდან რომლებზეც ძალიან არ მინდა ეხა თითის გაშვერა იმიტომ რომ ძალიან დიდი ტრავმა აქვთ და გლოვა და ისედაც ძალიან რთულ სიტუაციაში არიან ამ წუთას სანამ ტრაგედიით არ დამთავრდა ეს ყველაფერი იქამდე ხმარავს არ ამოუღია ამიტომ აუცილებლად დაელაპარაკეთ თქვენს შვილებს ამ თემაზე აუცილებლად დაელაპარაკეთ თინეიჯერებს ამ თემაზე როცა ვიღაცას ესე აღმერთებენ ინტერნეტში ვიღაცის ფანი იყო ვიღაცის მუსიკა მოგწონდეს და ასე შემდეგ ამაში ცუდი არაფერი არ არის პირიქით ასევე იზრდებით მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ადამიანებს რომლებსაც ინტერნეტში ვხედავთ ანიშნავს რომ ეს ადამიანები რეალურ ცხოვრებაშიც იგივე პიროვნებები არიან არ დაგავიწყეთ და ასწავლეთ და აჩვენეთ თქვენ შვილებსაც რომ ეს ადამიანები გაჩვენებენ მხოლოდ იმას რაც მათ უნდათ რომ გაჩვენონ იქ კადრში არაფერი არ მოხდება ისეთი რაც არ უნდათ რომ გაჩვენონ ეს მათი მთელი დღე არ არის ეს მათი მთელი ცხოვრება არ არის ეს მათი მთელი ისტორია არ არის ეს ადამიანები გაჩვენებენ იმ კოლაჟებს და ამოკრეფილ ნაწილებს და დეტალებს და ჰაილაითებს რაც მათ უნდათ რომ გაჩვენონ რომ თქვენი ყურადღება მიიქციონ პოზიტიურად გამოჩნდნენ თქვენს თვალში და ასევე ვფიქრობ რომ ვიღაცას ესეც ეწერა და ამასაც ვეთანხმები რომ ისევ ის ადამიანები მირჩევნიანო რომლებსაც წლები დასჭირდათ წარმატების მისაღწევად ამ ადამიანებმა სხვანაირად იციან შრომის და შრომით მიღწეული წარმატების ფასი და ასე იოლად სასწორზე არ შეაგდებენ ამ ყველაფერს. ანუ ეს 100-დან 100 შემთხვევაში რა თქმა უნდა ეგრე არ არის, მაგრამ ძალიან სწორი მიმართულება ამ მსჯელობისთვისაც, რომ აი ესე თითის დაქნევით, ონლაინ თამაშებით და სმარტფონზე ჩაწერილი მუსიკით მოსული ეს რაღაცა ერთი ამოსუნთქვის ამხელა წარმატება მილიონობით დოლარი 100%-ით სხვა ცხოვრება, რაც გუშინ არ გქონდა. როგორც იმდენად უვარდებათ ადამიანებს თავში, რომ გონიათ, რომ ყველაფერი შეუძლიათ და ყველაფერი შერჩებათ. იმიტომ რომ ყველაფრის საქმესაც რო თავი დავანებოთ, ის ფაქტი, რომ გოგო რომელსაც ეძებდნენ. ანუ რამდენად აქტიურად ეძებდნენ, ახლა პოლიცია კარდა დიოდა და თავს იკლავდა ამ გოგოს მოსაძებნად თქო მაგას არ გეუბნებით რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ პოსტერები ხო არსებობდა, სადაც წერია რომ ეს გოგო იძებნება. და ამ დროს დევიდის TikTok-ის ლაივებში ზეს. თუ გინდა ხუდით და თუ გინდა სახეზე აფარებული ადიალათი, რა მნიშვნელობა აქვს? ანუ იმდენად ჯეროდა რომ არაფერი არ მოხდებოდა, იმდენად ჯეროდა რომ არაფერი არ ემუქრებოდა, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო მისთვის. თქვენ რას ფიქრობთ ამ საქმის შესახებ? ველოდებით კომენტარების სექციაში სიამოვნებით გამეზიარეთ თქვენი აზრი ამ საქმესთან და სასამართლო პროცესთან და ინტერნეტ თეორიებთან დაკავშირებით. მესთვის სულ ეს იყო, მე შემდეგ ვიდეოში გნახავთ, იქამდე კი თავს გაუფრთხილდით.